კიდევ ერთი გესალმებით ფასო ადამიანებო ერთი რამინდა გხოვოთ რომ ის არა რომ რაღაცის განხილვა მოусმინოთ გამოსვლელებს მოსასმენად ვართ მობრძანებული და გავიგოთ რა უნდათ მათ თავიანთი ლექსებით გვითხრა რა აწუხებთ რა უხარიათ თითოეული ფრაზა მათი შინაგანი ეგოდან წამოსულია და მათ პიროვნებას ასე თუ ისე განსაზღვრავს. გავიცნოთ რა ხასიათზე არიან ხოლმე და ზოგადად როგორ შეეფერება სამწერლო საღამოს, პოეტურ საღამოს ჩვენც ისე მოვიქცეთ. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. თითოეული ადამიანი ვიცი რომ უშემატკივროს ზოგი ოჯახის წევრი ბრძანდებით, ზოგი უბრალოდ პოეზიის მოყვარული და მე მახარებს ის ფაქტი რომ ამდენი ადამიანი მობრძანდით და ეს ჩათვალეთ რომ თითოეული თქვენგანის დღეს აქ მობრძანება არის ზოგადად ხელოვნებისა და პოეზიის გვერდით გომა. რომ თითოეული თქვენგანი აქედან რომ გავა, სხვას გადასცემს აი რა კარგი საღამო, ის სხვაც დაინტერესდება და ერთად შევქმნით ისეთ საფუძველს რომ საბოლოოდ გამოიღვიძოს წერლობამ ჩვენს ქვეყანაში. სადაც არ შეიძლება რომ ასე იმფრინარებულად და ჯგუფად სადღაც მხოლოდ თავიანთვის იმართებოდეს საღამოები. ზოგადად ეს პროექტი არის პოეტური ზაჯვარედინები. ერთობლივი იდეა არის ჩემი და შემოქმედა საზოგადოება მიმინოსი რაღაცას ვცდილობთ გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სფეროში, იმიტომ რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მზად ვართ იმისათვის რომ უანგაროდ ვემსახუროთ ამ საქმეს, გავაკეთოთ ის რაზეც ვოცნებობდით ბავშვობაში, ვიღაცის ნაწარმოებს რომ ვკითხულობდით, ჩვენც გვინდოდა შეგვიქმნა ჩვენი და თითოეულ მათგანს მე რო ვიცი ჩემი ოცნება რა იყო ბავშვობაში, მე არ ვამბობ რომ მივაღწიე რამეს, უბრალოდ თავიანთ საღამოს ვერ გაიკეთებენ ახლა ისინი, ხო, რაღაცა ნარცისიზმი გამოვა ესე. ამიტომ საჭიროა რა ერთმანეთს დაუდგეთ და ამას ვცდილობთ ჩვენც და საზოგადოება მიმინოს. ეს არის საწესი პოეტური ზაჯვარედინები, იმის საწესია რომ ერთმანეთის გვერდში დგომით, გავიცნოთ უცნობი ავტორები, ძირითადი იდეა მაინც ეს არის რომ ჭდილში მდგომი ავტორების წარმოჩენა მოხდეს და რაღაც ბალანსი დავიცვათ და უკვე ცნობადი ავტორები მათთან ერთად წარმოვაჩინოთ კიდევ და კიდევ. იმიტომ რომ არ არის ზედმეტი პოეზია, არასდროს არ არის ზედმეტი. ამიტომ კიდევ და კიდევ მადლობა. ეტაპობრივად გაგაცნობთ შემდგომ წიგნებს და ქალბატონ მინოს უნდა რაღაც ისმა და ნელა თითოეულს კიდევ ერთი თხოვნა მექნება სიტყვით გამოსვლა ვისაძლებთ. ვითხარით და რაგვანურად რომ საღამო არ გაიწელოს და რაღაც ჩავჯდეთ იმ გრაფიკში, რომელიც გვაქვს მოცემული. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ჩვენ ვიწყებთ პროექტს აგვისტთან ერთად, ეს არის აგვისტის შემოთავაზება პოეზიის ზაჯვარედინებზე და შემდეგ ყველა ნაწილი ხელოვნებთან უსულო წარმატებას. ტექსტები წარმოადგენთ უმეტესად ისეთი ავტორები, რომელსაც ვერ და არა აქვთ საკუთარი კრებული. რა თქმა უნდა, მათთან ერთად ერთი ან ორი იქნება საკუთარი კრებულითაც წარმოდგენილი, სადაც წარმოაჩინოთ ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ეს პოეზია იყო, პოეზიის მოსწავლეებს, ეს გიხდით რომ მოხდეთ და დაგვაფასეთ.
შემდგომ კიდევ ერთხელ გამარჯობათ. დღეს ამ დარბაზში ვიცი ყოფნით თქვენთვის, ჩემთვის თქვენ ყველა ხართ პატარ-პატარა ხსენები. მე დღეს თქვენი დღესთვის რა ვიცნობ და წაგიკითხავთ. ეს მუზა რომელიც ამხელა დახარკავს პირის წინ წავიდა და მოგეშად დამტოვა კალამი. Ratom გოჭრილობა ratom იარა ჩემო შენმა მონატრებამ გიშურს შემოგიარა ფეხთან მომინატრე ფარი ამ წირდება იარა ნახვარი ნახვარtkali სულს მიკუდება იარა მალე კიდევ შემრაცხავენ კეთროვანად კი არა ვერ მიგრილა გულის ცეცხლი ვერ სიომბის მიანა შემაშინა კი არა ვენა მიგრილა სისხლად შემსვა ფაგე ჩემთიამა ამ ცხოვრების უღმართმა თავბრუდა მხვევდრიალმა დამაბნია კი არა მიწას დამცა შალხნულებზე სულთლად გამატიალა მაგრამ შენი სიყვარულის ვერ დაცალა ფიალა შენი გული გულს ჩავისვი ნაწილ კი არა მოტრფიალე ბაგაბოგით გუგუნა დაქრიალა სულში უნდა გამიწოწყოს მონაკო დავხვიარა ველოხსნობის გინგალებით კაცოს იადას სკაპული ძვების წლების არა ცოტა გაიწის ახლა უნდა ვიხვიდეთ სკაპული ძვების წლების ნისლი რუბელიცის თვალიცის ფერი წყლის სავსე ქოში ნაველის Amish ზეცავი ქუში სევდას საცემში სრის მიკვირს არ მოხველა ქამდე მიკვირს არ მოხევს ხილს აწვიმს და აწვიმს სანახებს ღრუბებს წვეთების ცლის წუთირა წუთი სიცოცხლე წუთიც კი სევდით მცდის გზას კერძებ მინდა შემოხვდე ციცინათელი სხვის სიყვარულით და ფიალით მოხეტიალე გზირს სიშორე მოგონებები დასველდნენ ცალი ფრთით ზეცას გახსნია საკინძე წვიმა სისფერით წვიმს ვიჯერებ აღარ გიყვარვა მიტომ არ მოხდ შენ წვეთი დახურელი სავალზე ვერც მე დაგიხუდი წინ თუ სადმე წვიმამ მოგისროს ფეშმა მყირალა ხმის იცოდე ჩემი ცრემლია შენ არ გეკონეს სულს მარი ბერულაშვილი წაიკითხოს მარი ბერულაშვილი წაიკითხოს ორლექს მარი ბერულაშვილი გახდა ჩემეუღლე და ვებამდა რომ ლევანდრეს სამაროს დამეპატიჟა რაღაც ნეპოტიზმი არ გეგონოს უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ერთად სამივე ამოწურებო თავისუფლებას ეგ შეაფასოს მოგესალმებით ხარია თქვენი მოგზადება ხარია ეს ფაქტობრივად ერთმანეთს სიტყვის და სიყვარულს უზიარებთ ადამიანს თავარი ეს არის
მოდიოდა ერად ფეხაკრებით თვალის შუქზე მოდიოდა ერადო ვარსკვლავს სულში მინათებდა ზეცა იმედიან თოვდა თითქმა სახეზე ისევ დარვიშებადო ხაქის ფრთებით გადაწმინდა ღვამის ტანიტრიანი სიყვობიდან მერცხლებივით ჯიფრინავე წუთები სითბოს ეტანებიან მიელტვიან სიშორეს ბევრს არაფერს ვამბობდა მე მაშინაც ჩუნდები როცა მხოლოდ სიტყვების ტალღას ვარგიშორებ საუცხო სიჩუმე შეხარ ჩემი ერადო უმწიფს მარტოობასაც გრძნობის ნორჩი პარნასი ზეცა გადარევნა ამაღამაც თეთრად თოვს მთვარე მიწას მიჰყვება ჩვენი ფეხის ბარბაცით კომეტა გაიობა ნაცნობის ცელის თალია მოგონება გადირკალა მტკიცე თაღი ტრიუმფის გამარჯვებას ვეროდი თურმე ძლივს მომაკლია ღამისფერით აშენა ფიქრმა სიგრძე ვიკურის აჯანყდა და თავს დამესხა წლების შავი მუსტანგი მომავალმა შეაღწია სინათლის ფეროვანში ეს ეკალი არ ხდება თუარისო მურმანის სიყვარულში უფალო მიყარე შროშანი ვარდებისთვის კიდისო მუზა ლექსებს ფრთიანებს იბლივებენ ებაში ფიროსმანის ვარდები მერე რა თუ იგი კვლავაც დაიგვიანებს სიყვარული თუ რა ხდება სიღარიბის სარჩელი რამ სული თოვლია რამ ფაფუქი ზამთარი სონატები ამღერა აქეთ მოაქვს ერატოს და მე ისევ წამოწდა რაღაც ისე არ არის სითამამე ბგერების სივრცე შეაკრთო წელს ფიქრები ცეკვავენ ტეფის სიქორას ხელებში და ხეების ტოტებზე თოვლის ბარდნა იწყება ხეტიალობს სისმარი უცნობ ჭაფრულ ხევებში წუნდები რომ ყოველი არის მხოლოდ ღვთისნება სერჟიანად ბღეროდა ღამის ჟღერი ეშვანი ხოლმა ჩვეულ სიწმინდით მიწა ოდნავ შეაკრთო თვარის შუქი აერთო და მის ყალზე შემდგარი სიყვარულის ჭირა მოდიოდა ერად რა სიჩუმეა რა სიმშვიდე აზრის მაგვარი საიკითხება ვიც როცვა და ვიც სახარება უფალო ჩემო ქვეყანაზე სადარ სალაგი რომ გაიხაროს სიყვარულის თეთრ ნარგავებმა ზე რაღა იქნა ქერათმით და ბავშვური ღილით ალბათ ზღვაშია ჩასული და ამევა როდის მაჩუქეს გვიდან მზეო ერთი მარჯანის ღილი ამებასავი ცვალებადის ხეობის ფორმით რა იქნა ნეტა საგწავიდა ფერი ზურმუხტის სულს პეიზაჟი გაუწყიცდა როგორც ფოთოლი ქარმა ატეხა ფანჯარასთან მწარი ზუზური და გადაშალა მუზელი და თეთრი კოლორი მეტად წმინდა ტაძრის მაგვარი მერე ამინდებს აუტირდა ცოდვა ხელებში ფისივითაა სიყვარული გზეზე დამდნარი და საღებავი გაუხიწყდა ფუნჯმა ფერწერის ამინდი გავდა აბადეოს გახარდულ თვალებს მეტყვე ვიყავი მისტიკისა შიშარა გზავი მოდი კარგუნეო ცდებაო იმედით სავსე შენ ვერ გაიგე და სიჩუმე გამიყარი თავის ორლექს გაგვაცნობს ეთო მეფარიშვილი მოგესალმებით მადლობა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა ორგანიზატორებს და ჩემი პატივისცემა ცოტა უღელო მაგრამ დიდია გამიგდეს ავახნევოთ სულო გამოდი ლექსებიდან ეს რა დავია ძილის სიბეცით შეუყევი სხეულის ფარდებს გამოდის სულო ვის აწუხებს ვის რა დარგია როგორ დანებლის ტრიკონებს ან მილის ფარდებს
გამოდის სული, გამოფხიზა. ეს სინამდვილე განასრულს სხვისთვის შექმნა, ეშმა, მანდა განგება, ზღაპრის კუთხეში ქვილის არა, ხატოს ხმიადებს დაეწაფე და ნახავ როგორ აგილაგდება. ბედნიერება ზღაპრებში ცხემასე ხრიალებს. გამივი სული, გულწრფელობის სასაკლაო. ლექსში რას ეძებ აქ, ლექსებშიც ერთმანეთს კლავე. როგორ იწამე, რომ სიკეთე უფრო ახლოა, ვიდრე ამყიათ მოლაშქრეთა ფასე სიტყვები, ვიდრე ცინიზმით გადაღრღნილი გულუბრყვილობა გაგვირდებიან, სტრიქონ როგორ ირყევი, მერე ხომ უფრო იოლიას სხეულრწყილობა გამოდის სულო. აქ ყოველდღე ინავლებიან, უსიყვარულოდ, ურღიმილოდ, უერთმანეთოდ, მდუმარე ქვებთან ლეგენდებსაც ისე ყვებიან ისმინეს სულო, რომ მათ მსგავსად აღარ გაერთო ალფი პათოსით. ოღონდ სულთლად მუდადობდები. ზოგჯერ დუმილი უმაღლესი ბოღმის ოქტავა არის, ოქროს ხმით აღჭურვილებს, რას მიედრები არცრის მიეთის და მოეთის მიტარ მოტანა ყურთან, მაგრამ შენ ვერ გამოხვალ. ეს ხომ დაგია. თუნდ თავსას ტრიქონს უწოდებოდი მაგდულ წრფელობით, აქაც და იქაც შენგან ერთნაირად გარდიან. წერ, არავინ მორჩენილა ჯერ უხმელობით. ეს დაღია და დარჩი სულო ლექსის ბადეში. სანგარი გავხარე. ამ ჩემს ცხოვრებას ვემალები. ოღრო ჩოგროებს გამოვეკეცი რა, გამოვიარე. ფეხის ჩავარდნის გემოც ვიწვნიე, კოჭის ტკივილის, მუხლის გადაყვრეთის, გადახოკილი ხელის გულებისაც, კარს რომ შევაშველე. ხოდა ავდექი და გავთხარე ეს სანგარი. ქვებს მიშენდნენ და რა უნდა მექნა. ტალახის ფოიერებს რომ შეფები გასცვიდა და კაბა მომიწინწკლა, მათ დროს ქალიბრანჭე კიდეც. ცრემლიც კი არ წამომსვლია, რომ ჩამოვერეცხე, აბა ძველად რას შემარჩენდა ჩემი ცრემლი. ვტიროდი და ვტიროდი დარდის გამოფილტვრამდე, ბოლო ჩამოწვეთვამდე. ახლა და შემიშინდა. რამდენი ხანი შეუძლებ ასე გაბრანჭული სიარეს. რამდენს დავაჯერებ, რომ ყავისფერ წინწკლებიანი კაბა საგანგებოდ შევიკერე, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი მინდოდა, იმიტომ რომ ვერ ვიპოვე ავდექი და შევიკერე. ხოდა ასე გაბრანჭული წევა ახლა სანგარში. თქვენი სურდა ნახოთ. სანგრის ზემოთან აპირები როგორ ლამაზად მაქვს მოგერწყული, რაც ქვამიშინეს. სულ აქ შემოვაწყო. ლამაზად. სიმეტრიულად. ზოგიერთ ხავსის რუკა ახალია. ყველა ხავს რუკა ამბავს ყვება. ყველა. ხომ შემიძლია გავყრა ხელი და მოვისროლო, მაგრამ ვაითო რომელი ამბავი დამარცხდეს. ხოდა ეწყოს ასე ლამაზად. ზოგჯერ ყვავილებიც მოაქვთ. იმ დღეს ამოყავი თავი და მადლობა გადაუხადე. უი, ცოცხალი ყოფილაო. მე კიდევ მეგონა ისე მომართეს გულის სახარსა ყვავილობ. ამასობაში ღმერთის გამოძერწვა ვესწავლე. წევა გავცერწავ ამ ჩემს ღმერთს. ღმერთს როგორ გამოძერწავ? ყოველ ფიქრებში. თორე მიმოდენა ამ სანგარში რას დაეტევა და ვწევა რასე ჩემს ღმერთთან ერთად. მომიტანეთ ყვავილი. მომიტანეთ. ავდგები ერთ დღეს, როცა აღარ შემეშინდება. როცა ცრემლები კამერა იღებს. ავდგები ერთ დღეს, როცა აღარ შემეშინდება. როცა ცრემლებს ისევ მოვაგროვებ. ავდგები და იმ ოღრო ჩოღროებს სულ მაგ ყვავილებით ამოვავსებ. ბევრი მერე ბილად და ფაფუკად. ღმერთის გამომყვება ჩემი ფიქრი ნაძერწი ღმერთი. ჩემი ქვა ამრიდი ღმერთი. მანამდე მომიტანეთ ყვავილები. მომიფრთხილად. ქვას ფეხით განეკრათ. ისტორიას მოფრთხილება სჭირდება. მოფრთხილები არის
გითხარით ჩვენ ზოგადად ახალგაზრდა ავტორებს ვეძებთ, ზოგი თვითონ გვეხმიანება, ზოგი ჩვენი მოძიებულია, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ ჩვენი ახალგაზრდა კვაწვილი კაცი, რომელიც ახლახანს იდგამს ფერს ქართულ წერილობაში და გავამხნევოთ თქვენი თავი წარადგინეთ, ვერ გაიგო ხალხმა. ლაშაკა შაკაშვილი. გოგო საფლავზე სათქოს იხსენებს, ვით ჯოჯოხეთურ ყოფას იგრძელებს, ერთგული ფიცით სურათ შეხურებს, თვალ შეუმშრალი ცრემლით უყურებს, სულთან სულობა შეგევედრები, ერთუთის მადლო შენ გევედრები, სამარე გრძნობას ვერას დააკლებს, სიკვდილი ყველას უღებს დარაბებს, ой რა არის მაინც სოფელი, რამდენი რამი შენ ხარ მომკელი, ოროტებაა სულთან ყრობელი, და შეწუნებულ შენ ყოველისგან, ვეღარ გიცნია დედა მშობელი. დაიღრიალე თუ გინდ შეყვირე, ვისა გქონია გული მგმინავი, ადრეს ვაიყვა მაცხოვრება, როგორც ვარსკვლავ ისეთ წინავდი, მარჯვე აღარ ჩანს ხალობებისა, თვითონ უღირსი დღეს თვას უკადის, ფერი ცვალება შენში გარდ მოხდა, ადრინდელივით აღარ სუნთქავდი, სადაც შემომხდა გზები კვეცილი, უმალ დამტოვა მანო კვეცილი, აღარ არსებობს ჩვენთვის კეთილი, როგორც ბერი ვარ მე მოკვეთილი. გოგონა უკვე საფლავს დაშორდა, საცხოვნებელი თქვა მან სულისა, როცა სიკვდილი დამას ამარებს, ყველავ შეერთება იყოს სულისა, დღეები გავა და კლავაც მივა, ის შეუმთხარი სულის ქვითინით, ოხ რაოდენი მწუხარებაა, ჩვენ მიცვალებულს როცა მივტირით, დე ჩონჩხი მერქვას მიწამ შემჭამოს, ოღონდ ზეცაში ვინმე მეწავლოს, რაოდენია ჩემში იარა, მან მეწყერივით გადაიარა, წამებულთა სახეებო, დაუწილო ღამეებო, მე თქვენი ვარ მოზიარე, დედამიწა მოვიარე, ჩემო გულო დაგლეჯილო, ყველასაგან განდევნილო არა ვიცი მე სიკვდილის, თუმცა ბევრი მაქვს გაგონილი, მყარს გვიან აღსენდება, ღმერთი რო ყავს დაგმობილი, სამარეო მუდამ ღიავ, ხო ყოველსა ასამარე, შენ უსრავი რა დარაყავს, სამუდამოდ დასამარდე, მარად უნდა ანათებდეს ადამიანს მზის სხივები, საფლავში და წრები გრძნობენ, არა ვარ თუ აჩრდილები, მეცნის მსგავსად ვერ ველევი, მყარს კი არა, მიცვალებულს, მინდა ვინმე დამხვდეს თბილად, სამარეში მიძალებულს, იქი ვიტყვი მწუხრის სიტყვით, აჰა მოվել დაქანცული, არ მინდოდა მე სიკვდილი, და მოვიდა დასასრული, მიწა შემჭამს ლეშის მსგავსად, სხეულს ძაფრის უნი აქვს, იმ სხეულში მიძინებულს, რაოდენი წყლული აქვს, გუბოდნელა ჩამასვენეთ, თავ დაღმა არ მაგციოთ, უკვდავება შევიყვარე, იქნებ კვლავ აღმადგინოთ, განსპეტაკლი სულო ჩემო, წმინდა სულის ნათელი, მიცვალებულ სტომრას ძენდეს, ჩაუნქრალი სანთელი, ო სამოთხე მშვენიერო, შენ კარებო მარადისის, ამა სოფლის დასასრულო, გაგრძელებავს სამარისის სვეტიც ყოველს, ვევედრები და სამებას მუხს მოუხრი, სიონსა და წმინდა გელაც, შესანდობელს გულს მოუხრი, ცივ მიწაში გავიღვიძებ და დაბინდულ თვალს გავახებ, მე წმინდანთა საუფლოში, დავების კარს გავაღებ, გაიხარე ჩემო სულო, აქ გავსებენ ყვავილებით, სიკვდილისას ვიზეიმებ, გამაქანეთ მარხილებით, გამაქანეთ, რომ ისე რომ არ გადავბრუნდე, მარადის სამყოფლი და რომ არასდროს არ დავბრუნდე, მიწა გვითხოვს მიწის შვილებს, მიწა არის ჩემი ბოლოც, მაგრამ ძვირფას თუ შევხვდები, დავისვენებ საბოლოოდ, გამაქანეთ სულის ლამპარს, ვერ ჩამიქრობთ, ის რაც გულმა შეინახა, საფლავშიდაც ვერ გამიქრობთ, მე მელიანი ქსულები, სამარიდან ჯაჭვაყრილი, აწმე უკვე გარდაცვლილი, ციცოცხლისგან თან გაყრილი, მე სიკვდილზე გავიმარჯვებ, გინდა მერქვას თქვენ წაყრილი, სიყვარულო ნიჭოსრულო, დავების სიდიადევ, შენ სოცხალი მხოლოდ არა, გარდაცვლილის განდიადებს, არ ჩაქრება არასოდეს, სიყვარულის კელავტარი, შენ თვითსულო სიყვარულო, სოცხალი და ყველა მკვდარი.
ვიცულობ სიყვარულო ხარი და ყველა მკვდარი არ ჩაცხება არასოდეს თფობის დიდი ნეტარება ან რა არის ქვეყნად რამე მას თუ რამე ედარება ურთხეულ ხარ სიყვარულო მარად ჭნობით შემოსილი სამარეშის განსვენებულს შენთვის ავახტავ მოწმული თამარ ჯაჯავას ასევე როდესაც არის საფრთხეებული ისეთი ხანია ერთი ძალიან ავადებას და რა გავახსენებ და მოუსმინო თქვენ მოხვედით და მე მოვედი ჩემ ლექსს ასე ქვია მე მოვედი ყველასთვის მადლობა მოგზაურებისთვის და მადლობა ორგანიზატორებს ჩემი დანახვისთვის დაფასებისთვის და ამ საღამოსთვის ამ პროექტის საღამოსთვის დიდი მადლობა ჩემს პერსონალურ ადვოკატს ბატონ თორნიკე ჩიკოვას რომ ჩემგოდი დგას და მორალური გამხნევებისთვის დიდი მადლობა მომღერალს ეს მერინავარე მე მოვედი რატომ მოსულხარ ლამაზულ ხალო რაც მიმღვრევ ფიქრს და ჭკუაგონებას ჩემთან ცხოვრება ჯოჯოხეთია და შენ სამოთხე ნუ გეგონება რისთვის მოსულხარ პატარა ხალო ხომ ხედავ არ აქვს ფული ქონება თქვენთან მოვედი რომ ჩემი მოსვლით გაგილამაზოთ რუხი ცხოვრება მე ვთვლი რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია და ამიტომ სპეციალურად დავარჩიე პატარა მოკლე და მარტივი ლექსები შემდეგი ლექსის წაკითხვა მინდა ვთხოვო ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებს სულიერ მხარდამჭერს ჩემს უდიდეს ეხლა შეძენილ დაქალს და მადლობა უფალს ფსიქოთერაპევტს არტ-თერაპევტს საქართველოში ცნობილ ადამიანს ჩემს მულიკო ხატიაშვილს და ამ ლექსით მე მინდა რომ უხალმა ხერხმა დაგიბრუნოთ ის სიკეთე რაც გაკეთებული გაქვს ლექსი არის სიკეთის და წამებულის დაბრუნებაზე მადლობა მულიკო ორგანიზატორებს დიდი მადლობა ქალბატონ თამარ ჩაჩავას კარგად აღნიშნა რომ ეს ქალბატონი დიდი ხანი არ არის გავიცანი საკმაოდ კარგი ენერგეტიკის ადამიანი მე შევასწავლი სუფთა ნაყოფი ენერგიის ადამიანი სუფთა სულის ადამიანი მადლობა ქალბატონ თამარ რომ მოგეცა შესაძლებლობა თხოვა ერთი ლექსი წამოიკითხა მისთვის შედარებით ალბათ უფრო ძვირფასი მინდა ეს პატარა თაიგული და საჩუქარი გადავწე ქალბატონ თამარს. ძალიან მიყვარხარ და იმედია რომ ამ პოეტების მეგობრებით ჩემი მეგობრები გახდებით, რომ ბევრი დანაკარგი მაქვს ცხოვრებაში და ერთადერთი რაც აღასრულებს დამიკარგავს მეგობრებია. რა თქმა ქალი და ზღვა მივლივებს ზღვა და ზღვის ჰორიზონტზე ჩამავალინძებს ზისხიებს ტყორცნის მარტო მიყვები ზღვისა ნაპიროს დაშენს მაგივრად ზისხივი კოცნის შენს ნაცვლად ჭრელი ფოთოლი ამდევნებია შრიალით და მიმაცილებს სანაპიროზე გულის სწორივით ჩილმით ფიალით ზღვის ტალღა ნაპირს ასკდება თავით რო ხმა აღმოხდეს თუნდაც ხრიალით დაგიბრუნდება ხმას მაწდეს ტალღა ნუ გაქვს თვალები ქალო წყლიანი ცრემლიან თვალებს მიკოცნის მზედა წელზე ხელს ამხელს ცელქინიალი დაგიბრუნდება იმეორებენ ქვევქვეშ კენჭები ჩხრიალით დაგიბრუნდება ამბობს ფოთოლი თუნდა ბრუნება იყოს გვიანი
დაგიბრუნდება, მამშვიდეს მზე და ის დღე იქნება ალბათ მზიანი, რასაც წაიღებს კვლავ დავიბრუნებს, ზღვის კანონია ბუტკუტებს ტალღა, სხვა დაგიბრუნებს, ოღონდ იცოდე, ამ ოლოდინში არ იბრძლო დაღლა. ძალიან მისაღება. ერთ წრეზე დავართ და შემდეგ დავშევ ხოლმე. ახლა ისე წარმოგიდგენ ჯუჯი ბორნერს. ეს ლექსია გოთის ჩემს შვილს. ვიყარხარ ითხრა, ხშირად ვერვედა. უთქმელი სიტყვით თუმის ნებდები, გაიგონებენ, გაყვირდებიან სხვათა შვილების, სხვათა დედები. დედაშვილობის ხელთუქმნელ ცნობას ქვეყნად ყოლია სხვა რამბადარი. ტკივილით ასჯერ ევნება დედა, შვილს გემოტკბილი ასვას ბადაგი, მზე უთენია დილის რიჟაჟებს. თქვენი თვალების სხივით ფენდები, თქვენზე მლოცველი სანთელი ცვილის, ფრესკაზე ცეცხლის ალით ვენთები. შვილია, ვისაც დაუფიქრებლად თვალუხამხამებ ვენაცვალები, თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე, მე ვიყო თქვენი ჭირის ნაცვალი. იმზეთ და თითქოს ვეღარ ვიჯერებ, გამიფრთიანდნენ ბუდის მერცხლები, ირწყვება სული თვალის კუგიდან, ბედნიერების კურცხალ ცრემლებით იჟურილ ტოლვა დამივლის სხეულს. ცივი და ცხელი ციებ-ცხელების იშლება ფართოდ მისაფერებლად, გრძნობა უმანკო გულის ხელები. ეწებებიან უძრავად ადგილს თმის ღერებიდან ფეხის ცერები. მოგიხმო როგორ უკვე დიდი ხარ, კალთას ჩაგისვა ვერ გეფერები. მიყვარხარ გითხრა ვერა ვერ უბედავ და უთქმელობის დუმის ნებდები. გაიგონებენ, გაყვირდებიან სხვათა შვილების, სხვათა დედები. ჩემი პირველი შვილი, ქალიშვილი სტუმრობს დღეს და ჩემი მეშვიდე შვილიშვილი სულ ყველაზე პატარა აქ არის და დარბაზში ვერ შემოდის. არ მოიწონა ქორობა. და სამშობლოს თემას. ამტვრიეს, ტეხეს, ანაჯუჭეს გარსი გარედან, მაინც გადარჩა გულსაში განკაკალის ნებალი. აწიოკებულ ქართულ სულის დასავანებლად საშვილიშვილოდ ხელს გვიბღრია ქრისტეს ნებანი. ამ წერია ჩვენ სამშობლოს გადაშენება, ჯირით მთებს გადიფრეს. გადივლის ფრენით მერანი არ ამოშრება დედანი სასოფლ კარების, ანი და ჰოე სახატავი ლურჯი მელანი. დაუთვლელია დღესაც ურდო გარს მოხვეული, ბუღმით და შურით, მწამებლური მდრობით ვერაგი შალეს, არღვიეს, ანაკუწეს და უნდობლობით წითელი ფერის აბრეშუმის მოვის პერანგი. არ წაიქცევა საქართველო ისი არასდროს, რომ არ დაზარდოს სამომავლოდ ლომის ბოყურები, რომ ქართველობის ხვალინდელი მომავლის ფეთქვით არ მოდიოდნენ ყვავილობად თეთრი კოკრები. ნუ ფიქრობ თითქოს ნირ შეიცვლის ქართული გენი და ფერფეშ ვინმეს შეურაც მხოლს დაგემონებით. პური არ ჭამოთ მუხანათნო ავის მზრახველნო, მადიან ლუკმად გადავყლაპოთ დაგემოვნებით. არა და არა, არ გახდება ერი ქრისტესი, სხვათა უჯიშო და მომხდური ხალხის მონები, ჩვენ სიმამაცით და სიმართლით გულანტებული დაქცევას მრავალს გავუძელით, დღემდის მოვედით, თვალწამწამ ცრემლის შეუმშრალი დების თვალებზე. იღვენთებიან მოვიშვით შეწვეთით მთოლვარი, ჩვენი რწმენა, ჩვენში დავდგეთ, ჩვენში ვახარეთ, მიუღებლობად მიგვაჩნია სხვისი მორალი. სიყვარულია ჩვენი ხსნა და ჩვენი მეობა, სიყვარულია არსებობის ძალა ყოველი და გაბწყინებას თვალთახილულს, მშობლიურ მიწის
სულ სასოებით, სული წმინდის ლოცვით მოვიდეთ. წარმოგიდგენთ გაწევრიანებული ალბათო მარი გერუაში და მე დავამატებ რომ არავის არ ნიშნობა რა სისტემის არის აბროს მეუღლე ნამდვილად ის იმსახურებს დღეს თანხმობას და იმსახურებს რომ თქვენ მოусმინოთ ის ლექსებს. მოვიდა თავდაპირველი თავარეული შევვარდით ბოში. ყველაზე მეტად გასაკვირველი ხელების სითბო ნაღვეთი თოლში. დაბერებული თეთრი მთებისკენ სოფლის ჯარი მიეშურება. ახლა ყველაზე მეტად მაკვირვებს ეზოში თოვლის გაბავშვურება. რძისფერ ნაკვალებს ლურჯი ზოლების დაეტყო უცხოს ფოთვა და რიდი. თავდაპირველად დროს განშორების ვაგროვებდით და ფიფქებად ვჭრიდით. ყველაზე მეტად მაოცებს თვალთვალი უსმოთ ორ-სამჯერ დილით, მე რომ თოვაში თვალები ვთვალე, სირცხვილით ისევ ჩემს თვალებს ვყრიდი. ბავშვის ხალისით ბარდრი და ზეცა, ვიღაც ხარხარით შეაგდეს ბრბოში, ტერფებზე ბავშვის სიწმინდე გვეცვა და სიყვარული ვიპოვეთ თოლში. უცნაურად ჩამოთოვა ისე, შვიდი თოვლი გაწოლილა გზაზე, მამა პაპის წესდაადაც მივსდევ, სხვანაირი თოვლი იცის გზაზე. განაგრიდით ეს უთქმელი ხეები, ღობის კვინჩხი ეწოდება ასკილს და ნაძვები ეკლესიის მხევლები ქსნის ხეობას ჩასძახიან ხმატკბილს. ხეჭეჭური გაფარჩხულა იქით და კაკალი ტოტებს მოხვევს ლარვის. დავინახე, დავეწიე თითქმის ფინია რომ პატრონისკენ გარბის. ვიწრუებში ჩავიბინე განგებ, იწვის ღობეს სიმარტოვის ცეცხლით, შევსწრებოდი დამენახა ეგებ როგორ იცავს ქალს მიჯნურის ხელი. გადავედი, ჩავაბარე არ აქვს, ქსანი ჩემი და მის მიწა შევჭი, მიწა მიცნობს, ანამურთან დგავარ, მიცნობს მიწა და სინდისი ჩემი. ედომე ფაიშვილი. ღამის სამოსელი დარდი გაიხადე, ღიმილით დაიბარე კოჩბაგი. სარკეში შენს თავს უნდა გაუხარდე, თორემ იქაც დარდი თუ დარგე მოვაქმარი და ჩაიხედავს. მოვაშველი და იტირებს. მოვკვეთე თავი სევდის მხედარს, სარკეა და გციტირებს. სავილე დილის ლოცვით გაიკვანძე, შიშებს ნუ მოუყევ საყელოს. ერთხელ თუ ცხოვრებით გაიძაძე, ერთხელ თუ ცხოვრებამ დაგწყევლოს, მუხლი გაიმაგრე ალის ფეხავ. კანჭიც ქალურობის თილისმა. სარკემდე ნუ მიიტანე. დაიფერთხე თვალმა ამისმა თუ იმისმა, რაც რომ საბორძიკოდ შეგამთხვია, რაც რომ განაოჭა ადრიან. სახემ სარკის კიდეს შეახია სულში, შიშები რომ დაგდიან. ხოდა ალის ფეხავ იგულთმისნე. ჯადოდ მოეკიდე ციტრინებს, მარცხიც გამარჯვებად იგულისხმე. სარკე არტყბადიობს, ციდირებს. მერე ავგაროზად გაკვანძული, ლალი ვეფხვის თვალი ციტრინი გულზე დაიკიდე, ალანძული დროის ნამსხვრევებს, ნუ მისტირი თორემ, შვილი რომ ადირდება. ხმარი გამოძებნის სხვა მხარეს, სახის ანარეკლი გაგიტყდება შენი ქალურობის მახარე და სარკემდე დაიფერთხე დარდებს ნუ მიიტან ღამისას, ხიმით აჯადოვე, ალის ფეხავ, სარკე სან ფასო ქალისა, მერე ქმარშვილის ჩაახედე. ხმებიც გადავარცხნე ლამაზად, სარკის მაგია გაიხადე, სააფორიზმოდ და ანდაზად.
არის მის ნაწრთობით წლებით ვებძვი ჩემს შიშებს და მაინც უფრო მაშინებს წლები. დილით შიშის მზის სხივი მაგვიძებს ღამით, შიშ ნაჭამ თვალესთან წვები ვავსებს ზურგს უკან, შიშის ორმოებს სანდო თვალებმა რომ ამიჩიჩქნეს, მმარხავენ ყველგან, უფრო ისინი, ვინც გულის კუთხე კუნჭულით მიცნეს. დგები ლამაზი შიშის თვალებით, ვინ დამამარცხოს ფიქრების გარდა, საკუთარ თავში რომ დასულმულებ, ვის ძალუც ჩემი შიშების ფარდა მიქარგოს კარგით, ან უფრო ცუდით, ვის შეუძლია შიში მიშენოს, სულ ერთი არის. ჭექდით თუ რდუნდით მე, საკუთარი შიშის ეშელონს მიუყვები გიჟინება სურვილით. ვერც დამამშივებთ ამდენ შიშ ნაჭამს, ვერც დამანაყრებთ კოლერი დუმილით. შიშის გემოთი ვაღვინებ მაჭარს და ჰეი ასე თვალს და შიშ ნარევს, ვინ შემაფხიზლებს ან ვინ ამირებს თვითონ ვარ, თავის ჭირის სუფარი თავსაც თვითონ ყვეთ, შიშის ამირებს ახლა ხომ ვიცი და მორჩა გველების ბოლოს დაწვებას ვავი, დედა ვიმარხო, შიშებსაც დაეცეთ სარი. არც ერთი შიში არ უნდა დარჩეს, ვერც ერთმა ვეღარ უნდა იცოცხლოს, ჩემს მკვდარ შიშებზე აღარ იმოცეთ. სული დარჩება, მოკვდება შიში. მადლობა ეთო, ლაშა ქაშაკაშვილი. ზუხარება გარშემო ისევ მებრძოლის სული გაქვს შენ ქართველო, რამდენი ბრძოლა გადაიტანე მუხმო უყრელა დგას საქართველო, შენ არ დაიხევ არადროს უკან, შენი სამშობლოს მუდამ დიდებით და სისხამ დილით მზერო ამოვა, შენ ისევ ისე გამოფწყინდები, შენი სამშობლო შენი ხატია და ხატებაა მთელი ქვეყანა, სისხლად დაცლილი თანა მებრძოლი, გინდოდა ბეჭით გამოგეყვანა, ერთიანობა მეგობრებო იყოს მარადის, ერთიანობას ვერ შეაჩერებს კარი სამარის. ქართული მიწის მტერს ოდითგან მუდამ ზარავდა, რომ ღვთისმშობელი წილქვეთ ქვეყანას, სამარაჯამო დაიფარავდა, მტერი ვერან, როდესაც მოვა ბნელით მოსილი, ვიდგებით მედგრად, აბჯარ ასხმული, უფლის დიდებით ჩვენ შემოსილი. ხატვარი იყავ დიახ მხატვარი და მიეტოლე შენთან პიკასოს, ბედის სიმუხტლეს ვერ გაეკეცი, ღმერთსაც კარგები თურმე მიყავსო, სიკვდილის მიჯნავ ჟანა დახატე, სულით იხილე მისი თვალები, შენ სიყვარულის მაშინ ირწმუნე, როცა იპოვნე სათაყვანები, უეცრად მოკვდი დიახ უეცრად, ვერ განეშორე სიკვდილს უეცარს, წამები როცა თუთებს მისდევდა, პიკასო მოსკვა შენი დიდება. მატარები, აუ, ბევრი არ შეიძლება უყდა. ისე არის, რომ გამოდო თამარ ჩაჩაოს კარგზე, უღელვა თამარ განშვიდი. ჩემი მრავალფეროვანი პოეზიიდან შევეცადე, რომ მოკლე ხატარად, მაგრამ ჩემი სულის დათქვამი ლექსები ამერჩი, ამიტომ მე მინდა წაკითხოთ ლექსი, რომელმაც წინა წელს მე გამარჯვება მომიტანა და ამისრულდა სიცოცხლეში, ამისრულდა ეს ლექსი და ისურვებ, რომ თქვენ ნატვრა აგისრულდეთ, ამბობენ, რომ კარგი აურა მაქვს და რასაც გისურვებთ, მინდა რომ ეს სიკეთე აგისრულდეთ. შევა მოკლე, ცოტა გრძელი იყო და მოკლედ წაკითხავთ. ნატვრა ფოთლების კაბა ჩამაცვი, მაისის ვარდისფერი. ამბოთა მძივი მაჩუქე და დამიმშვენე ყელი. ვერცხლის სარტყელის მაგივრად წელზე მომხვიე ხელი თორემ სიყვარულს მოგტაცებს თავაწყვეტილი ჩქერი. ბროლის ქოშები ჩამაცვი, გამჭვირვალე და თლილი, ხურზე საყურეთ დამკიდე ალუბალი და თხილი, თავზე გულგულნად მზე მქონდეს,
წვავდეს ცხიბების მზერა ღმერთო მასმინე ჩიტების სტვენა გალობა ღერა შეიძლება ჩემზე ლეგენდები დადესვა ძალიან ძლიერი ქარგა, მაგრამ ეს ესე არ არის. ლექსბია სათაურად მეშინია ძლიერ. და ჩემ ქმარს არ ესმის ქართული და ახლა ვიდეოს მიღებს სამწუხარო და მინდა რომ უბრალოდ მორალურად გვერდზე დამიდგეს. სახში გავერეპეტიციებ დიალოგია და ერთად უნდა წაგვეკითხა, მაგრამ მარტო მე წაგიკითხავ. Прошу тебя, иди рядом со мной. Мадоба. მივესხარ Просто я сама прочитаю. მადლობა ჩემს მეუღლეს მორალური მხარდაჭერისთვის. მეშინია ძლიერ. ხისტოც შერჩენილი ფოთოლივით კრთი. შემიყვარდი გჯერა. მე თავს ვიქნევ. გეცებდი და ბოლოს ძლივს ვიპოვე ძლივს. მეშინია ამბობდა ჩერდები მყის. მეშინია ძლიერ არა სიკვდილის. მეშინია ძლიერ მაგრამ არა მგლის. და მე ქმარს უნდა ეკითხა რისი გეშინია. შენი დაკითხვის. მადლობა. ჩემ მეუღლეს არ აწუხებს რომ ჩვენ შორის სხვაობა 18 წელია და თხონ ნუ შეგაწუხებთ რა. ჩემი ასაკი. ვინ ხარ დაკარგა მოგაკითხოს. სათვალე თუ ვინმე დაკარგა, აქ არის გადაიცით თუ ვინმე ვერდი თუ სათვალო თუ გიზით. მოკლედ ადამიანებო, ზოგადად კი ჩვენ ვცდილობთ, მე თუ პიონერი ვარ ამ საქმეში, ახლახანს ვიწყებ ადამიანების გვერდში დგომას და ზოგადად ასეთ საღამოების ორგანიზებას. ეს ადამიანი ამას უკვე აკეთებს 10 წლეულებია. არათუ აკეთებს, უშუალო მონაწილე არის და მთელი გულით და მთელი სულით ჩართულია ამ სფეროში და არა მარტო ამ სფეროში, მუსიკალურ პოეტური ჯგუფის ზღვარის დამფუძნებელი ბატონი სერგი ლომაძე მეთვის ორი სიტყვას ამის შეხედვება როგორი არის ლევანდელის საღამოს მიმართ და ადრობა გვერდში დგომის შემოსერგი უანგაროდ ყოველთვის დაუზარლად ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს უდგას გვერდით და მისაბაძეა ნამდვილად. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი ხმა კარგად ხმის, მოდის თქვენამდე ჩემი. რა მინდა ახლა გითხრათ, ორიოდე სიტყვით, იმედია ჩავეტევი ორ სიტყვაში. პირველი, აი მიმინო, აი ეს ორგანიზაცია გაერთიანება. დიდი მადლობა სწორია, სწორი. აი ამ გაერთიანებას და მის ლიდერებს განსაკუთრებული პატივისცემა ჩემგან. ეხლა როგორი სიტუაცია, იცით ეხლა მე მთელი ჩემი ცხოვრება პოეზიაში ვარ, მაგრამ ეხლა კი არ დავიწყებ იმის დემონსტრირებას, რომ დეტა რა ვიცი და რამდენი ვიცი. ვილაპარაკებ ადამიანურ ენაზე რა, კონკრეტულ საქმეზე ვილაპარაკებ. აი ეს ხალხი, რომელმაც ეს საღამო გაჩუქათ. კონკრეტულად გადავიდეთ აფროსზე. აი კაცი, რომელიც აი ასეთი მინდოდა ახალი თაობის წარმომადგენელი ყოფილიყო. აი მართლა მოგიძებდა. გაუჩერებელი ადამიანია, გაუჩერებელი და მის თავს კი არ აპიარებს, როგორც ყველა ბევრი ჩვენთაგანი და მათ შორის მე. მის თავს კი არ აპიარებს ჩემსავით და ვიღაცეები 24 საათი რო ვიძახი, მე ვარ ვინც ვარ მეთქი. არა მეგობრებო. სხვებს აპიარებს, სულ ყოველთვის სხვებს უტარებს საღამოებს და სპეციალურად მომიწვია, სპეციალურად როგორი პატივისცემა აქვს აი უფროსი თაობისადმი. ვერ წარმოიდგენთ როგორ მელაპარაკება. როგორ აკეთებს აი ამ მოწვევისას რაღაც საოცარი ადამიანი
როცა დავარსეთ ფარნავაზის პრემია ერთმა კაცმა დაწერა ფარნავაზი რა შუაშია ლიტერატურასთან არადა ფარნავაზი იყო დამაარსებელი ქართული ამბანის წარმოგიდგენიათ თუოდესმე ვინმეს ეს პრემია ეკუთვნოდა რა უთხარი ჩვენ ორგანიზაციას აბროს როჯერ არ მიუღია ეს პრემია რა ერთი აპლოდისმენტები ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად აი ამ ადამიანებზე აი აქ ვარიან ერთი კიდე მინდა ვთქვა რომ აბროსთან ერთად ჩემი აქ მოსulis დიდი დამსახურება მიუძღვის ნანის აი ამ ორმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა რომ მე დღეს არ ყოფილიყავი და აბროს და ნანის ჩემგან განსაკუთრებული მადლობა რომ აი ესეთ საღამოს ვეცდები ნანი ისიც განუყრელია ჩემთან მე და ეს ადამიანი ვაკეთებთ ყველაფერს და კახაბაციკაძე და გიორგი ზურბაი რაც ჩვენ ორგანიზაციას ეხება ეხლა ამ ადამიანებს რაც შეეხება კონკრეტულად ეხლა აქ არიან პროფესიონალი პოეტებიც მეც ერთ-ერთი იმასგანი ვარ ეხლა თავმდაბლობა არ მოგავს აქ რამოდენიმე პროფესიონალი პოეტის დავინახე აი ეგერ მაგალითად გიორგი ბალახაშვილი იქ ერთი ორი ადამიანი დავინახე ხა აქ კონკრეტულად ვერ ხედავ აქედან რა ბოდიშით რა ხა აქედან ისე დაკვირვებული კაცი არა ვარ ეხლა ეს ადამიანები მე არ ვიცი როგორ უყურებენ ამ ადამიანებს რომელნიც რაღაცნაირად განსაკუთრებული თავმდაბლობით რაღაცნაირად თითქოს ეხლა შემოდიან რაღაც აი ეს არ ვიცი როგორ უყურებენ არ ვიცი ხა ნანი როგორ უყურებს ამ ყველაფერს მაგრამ ეხლა მე ჩემ ემოციას გეტყვით დავიწყოთ გუთიდან ხო გუთის დღევანდელი გამოსვლები იყო ალბათ უძლიერესი მის ისტორიაში ასე ვთქვათ რა ასეთი ანთებული მე ეს ადამიანი არ მინახეთ ცალკე აპლოდისმენტები მაქვს ეხლა გადავიდეთ მარინდა ეთო აი ეს ორი ადამიანი ცოტა კი გამიგზელდა მაგრამ აუცილებელია რა აი ეს ორი ადამიანი მარინდა ეთო არიან ნიმუში რისი ნიმუში ძალიან მაღალი ხარისხის პოეზიას რომ ვერ წარმოაჩენენ ისე როგორც საჭიროა მათ უჭირთ გამოსვლა ახლა სიმართლე ხო დავთქვათ არ არიან ძლიერი ორატორები მაგრამ რომ დააკვირდეთ აი უმაღლეს პოეზიას აკეთებენ რა იქ რამოდენიმე ისეთი რამე აი ოღონდ ჭირდა მოსმენა აი მოსმენა ცოტა ისეთი რამოდენიმე ისეთი რამ მოხდა ყურში გაუგებრებული ვარ რა მე ხა მარის პოეზია კარგად ვიცოდი და არ გამკვირვებია გაგიკვირდება მე მე არ გამკვირვებია მარისგან რა ამ ადამიანის პოეზიას სულ კითხულობ და აბროს პოეზიას როცა დებენ პირდაპირ კითხულობ აი ერთოსგან გაკვირვებული დავრჩი იმიტომ რომ ბოდიში ეთო და შენ პოეზიას მანდამაინც ისე ხშირად თვალში არ ხვდები გაკვირვებული დავრჩი მისი პოეზიის სიძლიერით აი მართალი რომ გითხრათ აი რომ თქვენ წეგან პროფესიონალები ეს ადამიანები პროფესიონალებს არ ჩამოვარდება ჩემი აზრით და ორივეს დიდი აპლოდისმენტები აი ეხლა აი ამ ახალგაზრდობიზე რა უნდა ვთქვა ხო ხედავთ თქვენ თვითონაც რა კაცი გამოვიდა და აფეთქა მთელი დარბაზი ხო და ეხლა წარმოვიდგინეთ რამხელა მადლობა ეკუთვნის აი მიმინოს და აბროს მიმინოს თქვენ ესე მოგიხსენით რა მიმინოს აბროს ხო რამხელა მადლობა ეკუთვნის რომ აი ეს კაცი ვინმე მიცოდით ამ დარბაზში შეიძლება იცოდით ორმა კაცმა სამმა ხო აი და წარმოვიდგინეთ ამ ხელა აუდიტორიას წარუდგინეს აი ეს ძალიან დიდი საქმეა რა აი არ ვიცი რომელს ორივე აპლოდისმენტები ამ ხალხს და დამჭა ბოლო უკმა ყველაზე გემრიელი აი დააკვირდით მეგობრებო რა ცალკე არის რომ თამარის პოეზია როგორ მიყვარს და ცალკე აი საოცარი ემოცია რაც აქ დაიღვარა ეს ცალკე პოეზია აი გიორგი დამთანხმები აგერ გიყურებ ყველანი ცალკე პოეზია მეგობრებო არადროს მიგოცნიო და ჩემი ბავშვი გახდა ვაიმე ეს არის პოეზიის მეფე 21 საუკუნეში და ბოდიში რომ მე ჟურნალისტმა პროფესიით ფილოლოგმა ვერ დაწერე მაგრამ დავწერე აუ აპლოდისმენტები რა მეგობრებო იმას მე არა და რა მინდა ვთქვა მარტო იმ ემოციისთვის რაც დღეს აქ თამარისაგან წამოვიდა მარტო იმ ემოციისთვის გაუგონარი ემოციისთვის ხილდა აი ამ საღამოს ჩატარება აი უზარმაზარი მადლობა ყველა უზარმაზარი მადლობა რა და ფერი უზარმაზარი მადლობა ძალიან დიდი მადლობა
დიდი მადლობა ადამიანებო, რომ ასე ორგანულად ხარ ჩართული და მიმღებლობა გაქვთ ყველა ემოციისა, რასაც გამომსვლელები წარმოაჩენენ. ჩვენ მე თამამად ვიტყვი ამას, რომ დღევანდელი ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ძალიან ღირსეული და უძლიერესი პოეზიის მქონე ავტორი, რომ მე არ შემწება ამის ხმამაღლათვის პირიქით, ძალიან ხშირად ვიმეორებ ამას და ძალიან ხშირად ვამბობ. თანამედროვეების ერთ-ერთი უძლიერესი ავტორი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 4 წევრთაგან, რომლის საღამოც აქ დავაკეთე, ძალიან მაგარი ბიჭების პოეზიის საღამო. ერთ-ერთი წარმომადგენელი არის გიო ბალახაშვილი. გიო, ერთ სიტყვით ვითხარი რამე ჩვენს შესახებ და ჩვენს შესახებ. მოგესალმებით ყველას. ბოდის მოგიხდით ჩემი სპორტული აღკასმულობისთვის, არ მქონდა გათვალისწინებული და მომიწევდა თქვენს წინაშე სიტყვით წარდგომა. სერგის აბსოლუტურად ყველა სიტყვას, რომელიც გაჟღერდა და ესე სათითაოდ მიმოიხილა ყველა გამომსვლელი ადამიანი, ვეთანხმები და მეც მქონდა ბედნიერება, რომ აქ თქვენი დახმარებით წამოკითხა ლექსები მეგობრებისთვის, უცნობებისთვის, ნაცნობებისთვის და რა თქმა უნდა, საღამოს დაწყებამდე ვისაუბრეთ ბოჭა შენ და მე, რომ ეს შეხვედრები მეტწილად უნდა ემსახურებოდეს ისეთი ადამიანების წარმოჩენებას, ვისაც არ აქვს იმის გულგონება, რომ პირველად უნდა ნახევარწელიწადში ერთხელ რაღაცა საღამო გააკეთოს. დღეს აქ ამ დარბაზში დამსწრე ადამიანთა რაოდენობა, რაც ასევე გულგონებისაგან წარმოადგენს მსგავსი ტიპის შეხვედრებზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ერთმნიშვნელოვნად გამართლებული არის ეს პროექტი და შემდეგ საღამოებზე ეს ყოფილიყოს ყველაზე მცირე რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც შესაძლოა დაესწროს. იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლო ხანებში ისე ხდება, რომ ძირითად კონტინგენტს დამსწრე ადამიანთაგან წარმოადგენენ ისე ის ადამიანები, ვინც ამ სფეროში არიან და დღეს ოჯახის წევრია, მეგობრებია, ახლობელია, აშკარად სხვა ენთუზიაზმით არიან მოსულები და ეს ყველაფერი ბუნებრივია, თქვენი დამსახურებაა, დღევანდელი პოეტების დამსახურებაა და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. სამომავლო გეგმების განხორციელებას და რა ვიცი, თქვენ მრავალი ესეთი წარმატებული საღამო გქონდეთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სერგი. პირველ რიგში რომ მოგზავნიდე და გვაფასებ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ვაგრძელებთ საღამოს და ისევ და ისევ უთი ბოლნელი გთხოვთ. მე მყავს აქ პატარა სტუმარი ნინო ელჩაბაშვილი, რომელსაც უნდა ჩემი ლექსის საკითხებს ვუხდით. სურნელება ვინ უცვალოს გაშლილ ვარდსა ეკავბარდით, ვინ უწუნოს ბულბულს ტვენა ან დაარწივს ფრენა მარტი, კარგსა სიტყვას, კარგსა საფის, ზოგი უღმართად სთარგმნით, განა წინსვლა გამოდება, ძველი გაცრეცილი თარგი, არცა დღესა, არცა ხვალე, არ ვიქნები მავნე ხარბი, ძალა შემწევს დათმენისა, განვირიდო ჩუმად ყალბი, ბუმერანგი ვიცი ბრუნავს, მახვილი და თანასწრაფი, რასაც გავცემ, მას მივიღებ, არც ამჩქაროს, არც ვისწრაფი. სად დამალოს მელა მკუდი, ან დამგელმა კბილი ბასტრი, ხორო, წუმპეს მწოლიარებ, მაგ წუმწუხი ცხებს ნუ გასვლი. თან სწორობას მიწვეული, თანასწორი თუ ვერ გავხდი, ვერ გავყიდე, ვერ ვიყიდე, ჩემი შენი წილი მადლი. რაცა იდგეს გადმოდინდეს, თავს მოხადო როცა კასი, ერთმა კარგმა სიშვეცაა, გადაწონოს ცუდი ასი. გაგევიდეს სიბრამი, თუმცა მცირე მიმავს დარგვი, მაპატიე შემიქცევა, მაპატიე რომ ვიყავ.
ნისლის გარდახურას ყელის ნაკამკამას უთავბოლო ჩქორის სელვის ნამცრიატი ეფინება მიწას ყვითელ თოთოლ ცვენა ობოლსულის კუნისით დინა ადრიანი დაჭრილი დაკობილო დღეო ნაკუწებად შეუძლებლად ორი თითრი შემთლიანდი თოდის გადაივლის ამინ საზისხარი ამინ შეშლილი და ამინ ავდრიანი აღარ დასრულდება გზები მიუვალი გზები ეკლიანი გზები ბარდიანი ვეღარ მოვლენვარ უშენობის დღეებს ცრელით საოცე თვალით გულით დადიანი როდის დაბრუნდება ჩემი მონატრების ხილვა სახილველი თვალი მადლიანი სულ დავიოკო ჩვენი თოთოლივით ჩვენი ათრთოლებით პანჩა ნამი მარი ბერვაშვილი იქ აღარ მივალ ეხლა რაღაცა დაიგე სხეულს იწონებს შემოდგომა ყვითელი პლედი მისწებებია მზის სხივების სიმინდის ულვაშს განგებ ატარებს შემოდგომათ მას მოკლედ შეჭრილს იპრანჭებაო დაკეკულიცობს რადგანაც უყვარს უცნის წიწებით მზელექსებს წერს გუბლის ფულაზე ცხელი განცდები ენარცხება უტყვის სიმარტყოვეს ეუნეკერ ჩხანს ქარი უხმობს ხემად მოაზე ეკენის თვეში წვიმა ხელგავს შესნა მისადგომებს წყენით გაჰყვები მარტოობის ნისლიან ქარავს ღაწვებს დაგიმტობს მოთმინება ცრემლების თქეში აღარ დაუკრავნას თითებით არფისტი არფას და თავს მოიკლავს სიყვარულის ჩანჩქერი ხევში თვარე მოირგებს ვერცხლისფერი რძისფერ პენუარს გაიყოლებს სიმარტყოვე უკიდეგანო აპოკალიფსი კოსმოსიდან ყვირის ველურად რომელმაც ბგერა დასაწყისის ფესს ვერ შეახო ქარმა ხელები შემოაჭდო გრძნობის მინანქარს შორეულ სადგოს ხვეწლით უხმოჰემად მოაზე დგას მოთმინებით და ეჭვების შავი ჭიახრავს დობის ღიმილი ეფინება მაინც ულვაშზე ხრის სიმარტყოვე მოწყენილ ტარს ნეკერს ჩხალისას ღრმაფუღუროდან ანათებენ დილით მთიები კოცონის გვერდით მარჯნისფერი გაჟირაჟისას წერს შემოდგომა ახალ ლექსებს ყურძნის წივწებით ახალი დილა იბადება ძველი დილიდან თოვლით ჩამოხმილ ხეებიან გზაზე თენდება ფიფქის ყოფილა რომ ყვავილად იქცეს თენება ვარდის მეჯლისზე ეძელები გამოხმილია ეს მე რამდენად დაგავიწყდა ფარსა ლილია უშტი ღამისგან ეგ შენიფი გაგეთელება სინათლის დამბლა დაეცემა ჭაღებს ბიბნედი რამდენის ერთთან გამუქებს ჭაღას პიტიას თითქოს მეჯლისი ახალგირის არის ყურობა იადაქს ისევ ძველი ჩუქრის მზიან ყვავილებს თე გეგონა დაასრულა ტუხზე რუთხრობა თვალის შევლებით შენნაირებს ცაარაწვილებს თე იცოდე ბედი ერთხელ თუ მოგეხრობა დატყუებს მხოლოდ მშვენიერს და მხოლოდ ნამდვილებს მადლობა მარიეტო მექარიშვილი რახაჩება მობეჭდილმა თაბახებმა მიმყუნა დაუგეგმავად მიუყვები რაც შემხდება მაგრამ წენა ლაშა მახსენა ბოლო ლექსში პიკასო სწორად მახსოვს და მე მაქვს როგორც ინსპირაცია თან წამოვიდა ჩემი მუზა არის პოეზიაში სალვადორი და მე გადავწყვიტე რომ ახლა ეს ლექსები წაგიკითხოთ ასეთი პატარა ციტატა და წარუძღვება წით რომ არის მის ანუ პატარა ციტატას მოვიყვარ უკეთესია გქონდეს გეცოდინებათ ხო ოდნავ შერყეული ფსიქიკა და გეჟური იდეები და ოცნებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უბრალოდ ვიდრე არ განსხვავდებოდა იმ კარადისაგან რომელიც დგას შენს ოთახშიო და
მე წავიკითხავ ახლა ჩემს ორ ლექსს და მაპატიეთ კიდევ ერთხელ რომ ტელეფონიდან მიწევს წაკითხვა. ღამენათებდი აცივით დამზარვია ბაგეების ზეცას და ის ფერფუს საცხევით ეფინება განთიადი მალამოდი. შეშლილი ვარ ღმერთმანი ბურებ ლექსებს ინფონჯილით სალვადორი. აღარც დილა, აღარც ღამე, აღარც მზე, თვარეთ თითქოს ემიჯნება კაბადონს მე გიჟი ვარ ღმერთმანი და მუსებს ვთხოვ წავლად რამე გამარჯვებით ამოვსებულს საყრდენად გათენებას ვაზიარებ თავქვე დორს ამ იისფერ ლექსებს სულზე გადრიწყებისე როგორც ზეცა დილას სალვადორი გავგიშდი შეშლილი ვარ ბოლდავ და სიცხიან ლექსს უხვად ვასმევ პანადოლს ვურებ ისე როგორც შენ ფონჯით მე ამ კალმით ლექსებს ვურებ სალვადორი. სიგიჟე ახლა დაღია კორზე შენ გწევ სალვადორისევ აბარა გამოკიდული ვარ სულის ჭერზე სხეულის ხანძრის შუქზე ფარვანა ასე დაღლილს და ფრენა მოზონილს მიპატიება ბოლო კამარა მე წავს ჩავეფერფლები გავადნობ სხეულს ლექსით მოწამე სალვადორ შენ რომ საათ სალღობდი მე იმ საათებს დროს სულ მოვპარე შენ გეღიმება ულვაშებში და ვიცი არ მჯერა ჩემი მისნობა მენდე უისნო საათში ცხოვრობ ახლა თავად ვარ მარადისობა გუში ზუსტად საათის გულში მე და ჩემს ფსიქოს ვქონდა ნიშნობა და მერე დიდხანს ვცეკვავდით წუთებს დასცვიდათ ხას წამწამები მე დროს ჯიუტად განაჯიბრები უმღეროდი კიდეც განაწამები და თუ ოდესმე ისევ აღვრთქები შემოგვირდები გადაწყობილი საქვეყნოდ დავხევ სულ ყველა ფურცელს ცრემლების თითვილით რაც მაქვს ყოფილი მე თუ სულ არ გიცნობდე შენთვის არც ერთი სიტყვა არ მეთქვას უხერხული ამ ბრძენ სიგიჟეს შენს გვერდით ჩემი სახელიც ერქვა ძივებში იყვნენ ასე მწუხარები, სიცივი არ ახალებდა, გაზაფხულის ძისხივები, მონატრების არ წვალებდა, ქარიშხალი არ შემწყდარა და ბალახი გაწვეთილი, ვერ გამრთევდა გული ობლის, საუკუნეს გატეხილი და შემცივდა ყვავილივით, სული მედგა დავტიროდი, ვითობოლი ყვავილივით, როცა მარტო დავდიოდი, უცებ თვალი გამინათდა, რომელიც გულშიც ასე ვცემდი და დამჭნარე ყვავილივით მეც ახლიდან აღმოვცემდი. ბავშვობის წლები გამახსენდება კისკისი და დედის ნანა იმ ყოველთვის სიყვარულს უნდა შრომა და ჯაფა აკვანი ქონდა ყველას ოდესღაც იგი რამდენმა ხელით არ წია სულ ვად გეგრძელებ იმ ბედნიერ დღეს როცა მშობელმა ხელში აღწია შესანიშნავი დებიუტი დედა ქარიშხალში მადლობა შეგიძლიათ აქეთ მოლდაში საიტის დედა ეს დათუნია თევარ მორალურ ჩვენ ვიცით რომ ყველანი მოკვდავები ვართ და მე როგორც პროფესიონალი ვთვლი რომ 21 საუკუნეში უკვდავი პოეზია მხოლოდ მეფეს აქვს და მე ჩემ თავზე ვიტყვი რომ სულია ჩემი მკვდავი და ამიტომ აქედან გამომდინარე პატარა ლექსს გაგიკითხავთ რომელიც ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ეძღვნება უშენობა კლასს მოდი იქ შემხვდი სადაც არ გელი სად სიმარტოვე მკლავს თეთრი არავი სადაც შავ არ აქვს ერთვის უყადრებს თავს მოდი იქ შემხვდი სადაც მწყურვალი
ზეწნას დავუწყებ წყალს, სადაც გვირილა გაიკეკულცებს და მომაწონებს თავს, სადაც არავინ ჩაეხუტება, ჩაეკონება მტკვარს. ბუდი, იქ შემხვდი, სადაც ანგელი და უშენობა მკლავს. ჩემი გული მადლიერებით არის სავსე და ყველას დიდი მადლობა, ვინც მოგზავნით, ვინც მხარში დამიდებით, ვინც ბავშვებიდან მომყოლით და გორჯი მყევხართ. ნახევარზე მეტი დარბაზი ჩემი სამეგობროა და იმედია ის 30%, რომელიც არ მიცნობს დამიმეგობრდება, იმიტომ რომ მე ჩემი სული გაჩვენებ დღეს, შემეძლო პატრიოტული ლექსები მომეტანა, მაგრამ მე ჩემი სულიდან გამომდინარე ლექსები მოგიტანით. ერთადერთი ნატრა, რომელიც მაქვს, ალბათ არის ის, რომ მოგენატროთ ხოლმე. მოგენატრები ვიცი. როცა იფეთქებს ბაღში თეთრი ყვავილი ვაშლის, გაგახსენდები ვიცი მოგენატრები მაშინ. გაგახსენდები როცა გავადროე გამიხანი, როცა მოწეულ ატამს შემოასკდება კანი, როცა გიშლის ბერთნებში გამომერობა მერცხლი, როცა ბუხარში შეშას ჩაეხუტება ცეცხლი დაფრთებს წარსული, როცა დარდიმანდულად გაშლის, დასიმარტოვეს როცა მოგუნებები წაშლის, როცა იფეთქებს ბაღში თეთრი ყვავილი ვაშლის, გაგახსენდები ვიცი მოგენატრები მაშინ. ძალიან მიყვარს გადაფრთხილება და გადაფრთხილება გამომისდევს ხოლმე და ეს ფიქრობს დასაწყისია. ძალიან მისმაჯობა თამარ, ახლა ცოტა შევასვენოთ, ხმა დაუსვენოთ პროექტებს და ნანა მომსებჟეს თქო ერთის შეგვიძლია შევადელის და მადლობას ვთქვი ასევე მომზადებითი და დაფასებითი. ნანა არის ერთ-ერთი წევრი ზღვარის წევრებისა ჟურნალის რედაქტორი. ნანიკო ჩვენი ძვირფასი მეგობარია. მე არ შემოგვიდა არ გამოსულიყავი და ძალიან დიდი მადლობა არ მეთქვა აი ამ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ რაც ამაც დღეს გააკეთეს, ეს არის ძალიან დიდი რა, ძალიან დიდი რა, იმიტომ რომ ადამიანებს როგორცაც არ არის ამოგარებული წიგნები, არ არიან ისეთი პოპულარული, სწორედ ეს არის საქმე ლიტერატურაში, რომ აი ასეთ ადამიანებს გზა გაუყალოთ. უდიდესი მადლობა აბრა, უდიდესი მადლობა თქვენ პატრონიკო, ჩემი დიდი სიმაღლე თქვენ, იმიტომ რომ ჩვენც აი ჩვენი ორგანიზაცია სერვისთან ერთად ვცდილობთ სწორედ იმას, რომ გაახაროს ადამიანები, გზა გაუყალოს, რამაზი მიღები არ ჩუქონდათ. დღეს სიყვარულის დრო ადამიანებო, ამდენ სიბრძოლეში, ამდენ შოუში, ამდენ გაიმაგრებაში, სწორედ დღევანდელი დღეების ნაირი დღეები გადაარჩენს ლიტერატურას და არამხოლოდ ლიტერატურას, მთლიანად სამყაროს. მივახართ მეუბნებით და იმედივართ, რომ ჩვენ ეკონომიკური პროექტების კარგად გამოვიდა. ჩვენი ჟურნალი პროექტის გზადაა, თქვენი არგოჩები დასაბეჭდად. მეთქე ძალიან მე ახლა აი ძალიან კარგად გულის მეგობარია ჩემი ძალიან კარგად ვთქვი მარის ეკონომიკურია ძალიან კარგად ჩემი ხაბარის პროექტია ძალიან აი ეს ბიჭი ჩემი აღროჩელა ახერეს არ იქნება გაზის პროექტი და რა შეიძლება საქმე გასაგდა ეს ასეთი ახალგაზრდა პროექტი შეიძლება და მიზნად მოგვიყვება ეს პროექტი ზადარის ჩემი ჟურნალი თქვენთან თანამშრომლობით. Asta, dar ნანა და ამ საკეს რასაც ჩვენ ვაკეთებ, ძალიან დიდი და ბევრი წლების წინ დაიწყეს და აკეთებდნენ და ძალიან ბევრი წარმოაჩინეს და მართლაც თავის გარდიმარში ვეჭდავენ და მადლობა თქვენ გვერდში, რომ პირიქით თქვენ ხართ დახარჯეთ გვერდში, მადლობა ამისთვის. ერთი წელს გავაგზავნოთ და მე კიდე გავუსვენია. ხო, თუ ვინმეს რამის თმარლება, განხოდვა ან გვესწრება ჩვენ შეიძლება მეთქვა. თუ ძალიან დავიღავ, გავაკეთე პატარა ხანი, მაჯები, კარებები, ცოტა გამიავდეს და ხელახლა დავიღავ, იმიტომ რომ ცოტა აპრუსპუსტები არის. არ არის
ლამაზი, მეგონი, მეგობრებო. ამჩი. ყველა წარმოვიდგინოთ ჩვენი დავი მიკროფონთან. რა უხერხულობა იქნება რომ სამიღაცამ და თუ იმეს რამის გვაგნებავთ, მერე ერთი წაიკითხავენ და ამის შემდგომ უპირველეს ყოვლისა იმდენი ემოციაზე ძალიან მადლობა მინდა გითხრათ ამ საოცარი ემოციებისთვის ვინაიდან ყველა ემოცია ადამიანს აუცილებლად თვლის რაღაცა დახს აუცილებლად უტოვებს მე თქვენგან ყველაზე მეტად მაინც უფრო მარის ვიცნობდი, მაგრამ ორი სიტყვით მინდა თითოეულთან ვაგანზე რაღაცა ჩემი შეხედულება გამოვხატო. თავბრუნ გული, ესე იგი, თქვენ რომ დაიწყეთ კითხვა, სევდა გამეუფლა, რომელიც თვითონ ჩემი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. და ვიფიქრე, რომ აი სევდა, კი არ ვიფიქრე, ეს ხომ ისედაც ეს არის, სევდა ადამიანს აძლევს საშუალებას რომ იყოს ადამიანი. მაგრამ თქვენი ესეთი გარდასახვა სამშობლოს სიყვარულისკენ ეს ხომ სწორედ ისევდა იყო პირველად რომ ამოვიცანი. ძალიან მომეწონა, ძალიან დიდი მადლობა და უდიდეს წარმატებას გისურვებ. მარი, პირველად მარი რომ ნახე, ვიფიქრე რომ ამ ადამიანს, ამ ჩვენ სიფრიფანა პოეტესას მე ასე ვუწოდებ მათ, განასაგეტევა ეს ამხელა ემოცია. შენი ლექსები არის საოცრად ნაზი, ჰაეროვანი. აი გონია რომ მას რომ ვკითხულობ, ისეთი სიფაქიზით უნდა წაიკითხო, ისეთი შვიდი და სუფთასულის ადამიანმა რომ გონია რომ სადღაც არ გარდაყდე ამ სიკვდილში და ამ სულიერებაში. საოცარია შენი პოეზია, მარი არის ძალიან დახვეწილი, თავისი რითმები, თავისი შინაარსი და შენს მიერ წაკითხო და საოცრად გავშენ. მინდა გითხრა, უდიდესი წარმატება აგრეთვე. ეთოს პოეზიას პირველად მოვისმინე ბუდიში რომ არ მოგმართავ ქალბატონობით, რადგანაც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მარტივია ასე ურთიერთობა. თქვენ თავიდან თქვით, რომ ცოტა ვღელავო. რატომ ვღელავთ თქვენ, როდესაც ჩვენ უნდა ვღელავდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მსმენელს ყოველთვის გვეშინია. რა უნდა გითხრა ჩვენმა პოეტმა, ჩვენმა მწერალმა, რა აღმოაჩინა მან ჩვენში, რა უნდა გადმოგწეს. ეს იყო საოცრება თქვენი გამოხლა. თავისი შინაარსით, თვითონ პოეზიით და წაკითხვის მანერით. კითხვის ეს მანერა არის ძალიან ჩემეული და ძალიან მიყვარს. თქვენ კი არ ვიკითხავთ, ხომ დარბას უკითხავთ. სინამდვილეში თითოეულ ჩვენთაგანს უყვებოდით. მე ისევ გრძნობდი თქვენთან თავს, თითქოს სადღაც ვიჯექით თითო ჭიქა ყავაზე და თქვენ მე ამბავს მიყვებოდით. ეს არის ყველაზე ძირითადი დანიშნულება მწერლის და პოეტის და აგრეთვე ძალიან დიდი წარმატება. მე მუდმივი მკითხველი ვარ თქვენი დღეიდან. ლაშა, ესე იგი ემოციისგან ხო დაგცალეთ. ხომ ძლივს არ დექი ორი სიტყვა თქვენთვის რომ ეთქვათ. თქვენი ნიჭიერება ეს არ არის ჩვეულებრივი. აი რომ გისმენთ, ვფიქრობდი, ნეტა საიდან მოდის. ეს არ არის გონების ნიჭიერება. ეს არის თქვენ როგორც ვთქვით, დაგლეჯილი გულიდან მომდინარე ნიჭი. მე გისურვებთ, რომ თქვენი გული განხელდეს. ოღონდ არა ისე, რომ მკითხველამდე ვეღარ მოიტანოთ თქვენი სათქმელი. ვინაიდან ეს დაგლეჯილი გული ხომ რეალურად ეს ნაცრისფერი სამყაროა, ხომ მართალია. უდიდესი წარმატებები აგრეთვე და თავს აღარ შეგაწყენთ ქალბატონო თამარ. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, გენიალურობა რა თქმა უნდა სიმართლეშია. ჩემი უდიდესი პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენ. საბოლოოდ მადლობა. ისეთი მადლობა, რომელსაც არც ფსკერი აქვს და არც საზღვრები და წარმატებები. მადლობა ნინო, დიდი მადლობა. ნინო წესით პროზაიკოსია და მე მას ვეუბნები, რომ ზოგი ლექსი წერს ასე როგორც ჩემ პროზას და მისი პროზა არის ნამდვილად თუ ზოგიერთი ასე ვერლებს წერს და პოეზია, ნამდვილად პოეზია. მადლობა. ზუსტად დღეს დილასაც არ გამოვედი, მაშინ წავიკითხე მის ცევრაზე და პოეზია ის არ არის პროზა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შენ. დავაგრძელოთ. გუდი ბოლო.
წაიყვავეს მთაში ალბათ გვირილებმა. ყვითელგურა თეთრი კავით წვანებულს. ნუ მეტყვით შეიალებენ თავმომწონეთ, როცა ცელქი სიოქროთ შემოივლის ფიქრი მონადრება თავგასული გეფიცები რახანია ძლიერ მეჭირს. ალბათ ცნულებს შემოერტყნენ შენ სამყოფელს სამსახლო, აგიყვავეს თეთრი ლუჩით. ამოვარდი გულო ბარემ საგულედან, რას ფართხალებ, რას ციგ-ციგებ მithom დინჯი. გაუხსენი ჩაკეტილი კავის კვიტე, მთებს აიხსნის, აფრინდება ზეცად ჯინი. მთაში თუ დაიწყო გვირილობა, პულსის ცემას, როგორ თვი, გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ, ფურცელ, გვირილობას თუ ვერასდროს ვერ დაითვლი. მარი პერუაშვილი. ემოცია იგია. მოდი სამშობლოს თემა წავიკითხავ ეს. სტუმარი უნდა წეოდა მომატყუა. ვერ მოახერხა. აბა როგორ ისრჩება? სისხლო ჩემო, გენო ჩემო, გეკითხები. არ გახადო სახვალიო მიპასუხე. მოგვიმრავდა მცონარობით გონით ბნელი, მშობელ მიწას თავს რად ვიხდით საპანღურეს. როდის იყო საქართველოს აუბედობა, რომ სტკენოდა შენზე მეტად არაქართველს. როდის იყო ხარში მდგომი მუხანათურ, უცხო მტარვალ არ გართმევდა მიწის მტკაველს. ჩაგიხუტებს განა ვინმე უფრო ტკბილად, ან შემოგხვევს საიმედოდ ძლიერ მკლავებს. ვინ გეტყვის ენადგბილი მოქარგულით, თეთრი წვენით დამიბერდი გენაცვალე. მაშ რა ხდება, რა რისხვა ჩვენს მთაველებს, რას ვერ ვიყოფთ, რა როგორ ვერ ვინაწილეთ. ღმერთო, ერთო, გემედრები ჭირსა ჩინა გახლეჩილი სიყვარული გაგვიმთელე, ძმათა სისხლით დადენილი შავი ლაქა, თუ შეღებავს და მოკირწყლავს არემარეს სჯობს. არ ვიყო მე სიცოცხლე, არ მიყირდეს, მიმაბარეთ ქართულ მიწის ცივ სამარეს. გონდახშოვნი რას ჩადიან, არიციან, სენის ჭირად მოსდებიათ სისაძაგლე. მებრალება, მშობლის გულის ფოთბარება, თვალ ნამებით ხედავთ როგორ აძაგძაგებს. ენით უთქმელ ტკივილებად დაზდის ზარფი, ძმათა ენით ამოთქმული ბალღამწარე ამოშანთე. მიდი რაღაც უცდი ამოსთხარე, ნამწყლიანი ბარემ, ჩინი ბარემ, ცოცხლად დაფალ. მიწა, ღორღი, ქვა, ნაყარი, ეკალ ბარდიანი მიაფარა დაჯექი და მელე შენი შურის კერძი. ძაღლ მამაძაღლს ნასუფრალად მიუყარე. ღმერთო, ერთო, შენ სიმედად დაგჩენილვართ. გევედრები, თლიანობა გაამყარე. სამალისო, ვარ სურნელით, სიყვარულით, საქართველოს ხმა ჩონგვრით აშკარა. ქვაზე დაწერილი სოფლის არაკეთი. ქვაზე დაწერილი სოფლის არაკეთი. ქარი უწიგნური ყადი მეიგავი. ქუჩას სატკივარის ჭირსო გადამძდები. თვალის ჯებირებზე სრემლებს ვერ იყავს. დაფრინავს სიმართლე ჭიტი ჯაფარა. ტყუილი ღობეზე მიწვარი ძეძვია. შიშებით აიკლო ოთახი ფანჯარა. ჩრდილებით ზირსყრია გამხმარი ზენძიდან. თანმახლა სიკეთე თეთრი სერაფიტა. ვარდის თვე მაის და თიბა თვე ივნის გავს. აი ეს კალათი ჩემი წერახია. ლექსიკის სუნთქვაა დასულის ბინუვა. დილიდან კალვადოს იხსხი და ჭიქაში. იცნობა და საღამოს ისევ გააფრინა. თავნებობს ამშვებს სიმშვიდეს ჭიშკაში.
ყურნისასე იკლავს იგი არაფრიდა ფაზე დაწერილი სოფლის არაკები მიწა მეტაფორა და ქუჩა შაბლონი ისვამს ფერმარიც ისევ არაფერი დაკაც საპატრონოს თავი ჭავს პატრონი უნდა ავიდე დღეს სოფელში კარგი დაღის გაუცხოდაო ხალისი და მერის სარხელა კართან ბავშვობა შემომცინებს ოქროს ქოშებზე პაწია ბავთებს და მანახებს სუფთას ამჯერად ვიცი იწვივებს ქოლგას გაშლი ბორქვენა ბალანს ტუხტის ყვავილი შემონახულს მაჩუქებს სითბოს ბაღიდან სიო მომიხროლებს ბოჩოლას ნაბღავს ცელი წაიღო მამა შენა უნდა გათიბოს ამეტყუსება მონატრება ჭრელი პალამით ნაკუჩა ნამსვრის სუნელი დგას დედიკო მიცხობს ზისფერი გქონდა დედითმები გაჭაღარავდი დედა უთქმელად თვალში ავლებს გატეხი ხიზგობს გავალ ჭიშკართან მოგებები მეგობრებს ვნახავ გოგო წავიდებ ბალი უწივს არ გუშლის ბებო ისკენ წეროზე უმალავა ჯვარს გადავსახავ ლისკულ წულას და მიანება უთქმეს და მიძახებენ შენი ძმა მოსული გიცდის ფული მომყარა ბებიას და მარწყვის ეს მაწვის სახლში არჯერად ცრევლების და ტყუილი ფიცის თუ არ გჯერად და გვაპატიე თუ აი დარდი ტირანებზე საქანელა ჩაიკისკისებს რაკეთილია გამზრუნველი ეს საქანელა ვაიმე დროხებს აჩქარებულ საათის ისრებს არ მინდა მაგრამ ბრენდობით და მიუყვებით სატრფიალო პოეზიიდან წავიდეთ ყოველთვის გაგცემს სუნთქებს შორის მარტივები და ჩემს კანზე წვრილი ბუსუსების გამონაყარი ჩვენ სიყვარულზე ყოველ დილით ჯვარს ვიწერთ ღმერთთან ახლა არც მოწმე გჭირდება და ახალს მაყარი ისინი წიფია ეს გრძნობები ხელვარე როგორც ოქროცულის თავდუხები ყანები მაყარი და თუ მანამდე მაშფოთებდა გაგმერთ კაცება აღბინებული სახეებით კერთა თაყვანით ვიცი გიჟევარ აწი რაღა გამიკვირდება ჩვენი კერპები ჩამოვქენით წერწე თაყვანი და საკუთარი მელოდიით ვარწევ ცხოვრებას კრუვარ შენს კეთით არ მოწოდებს ავანჩავარ სული უბერე ჩემს ნაბერწ კლებს თვალებში რომ მაქვს თუ ჩაქრა მერე შემოგრჩები მაზა საფარი ჩემი გრძნობების ჟროვანდელი რეაქცია ხარ ჩემს კანზე წვრილი ბუსუსების გამონაყარი ისევ ჩემი ერთ-ერთი ძველი ლექსის ერთი კუპლეტი მაქვს ეპიგრაფად. ძველი ოთახის ყველა კუთხე მინახავს წარსულს, ჩემი ცხოვრების ყველა ტკივილს აქედან ვებრძვი. ყველა ოცნებას, ყველა ზღაპარს აქ უცხოვრია. ჩემს ოთახში მომიტევეთ, თავად ვარ ღმერთი. სიკვდილეში ჩემს საფუძველი არის ეს ლექსი. გამოვედი ბავშვობიდან. ძველი სახლიდან ოთახიდანაც კარის თავზე ის ვიწრო ხრიჭო ერთ ძველ ლექსში რომ შევასახლე სულის საოხად მცხვენია ახლა იმ ლექს ფრთები როგორ შევკრიჭო სანახევრად გამოვედი ალერსიდანაც უფრო მარჯვენა მომისუსტდა ნაყდნობი მამის ვის გამარჯვება ჩამოთვლილი დღის საპირწონედ მელან დაწრილი მრცხვენია კალმის
გამოვედი იმ ამბების ოქროდან, რისიც მჯეროდა, რისიც მწამდა, ხარობდილითაც და ადრე მხოლოდ მოყვარეს თუ ვისაუბრებდი გაგიკვირდებათ, რომ გადავრჩენ მაკრდები მტრითაც. მიუჯახუნე მტკიცებების ასაკსაც კარი, ყველა რაღაცას მასწავლიდა, ბრაზობდა განგანი. დიდი საქმე არ რჩებოდათ აღარაფერი, სწავლობდი, რადგან იმ დაცრეცილი წიგნის ყდებსაც გამოვეცალე, ყველი რომ ფარავს, ჩრჩილი მეფობს, მკვლელი მკითხველი. 9-თავიანი ლექსის სტროფებს შემოვეფარე ეს დევქალები, ყველა ჩემი წარღვნის მრიცხველი ხოდა. ლექსიდან ვერ გამოვა. ლექსი. ან თუ შევძენი, თუ წავშალე, წამლად არ ვიხმე, სულის ფერიდან გაშვებული ფოტოსესია ამ სუბტიტრების. ვიტყვი გადავრჩი, ცხოვრობდა ვიხმე. Advoba eto, vaše kažete. თვალის სინათლეო, რატომ დამაშორებ, რატომ მომაშორე შუქი კამკამა, შენ მზეო გამოვწყინებისაო მიუწდომელ როგორც ანკარა და სხივო გამონათებისა, ისევ მოფინე, ვარსკვლავი, კაშკაშა, მებრძოლის სული გამოიჩინე, ვაჟას არწივმა თები გაშალა. მისით მოსილია, სულ შემოსილია, ხელები გავწიე, სისხლი შევაქციე, თავი რად გაწირე, რატომ დამიძახე, თუ უცნობია შენთვის ჩემი სახე, თითქოს ზღვაურია, დასასწაულია, დინება მაურია, ზღვასაც სწაულია, ვისი წამება და დღესაც სწაულია, ო უკიდეგანო სივრცე, თურმე რა გძელია, ან ეს პოეტობა, ვისი საშილი. Taman Chachawa. ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდებში ჩავსვეს, კარგად გამომიყურებით, მაგრამ დედას გებცებით მიხარია. მე არ მყავს დები და ძმები და ღმერთს მადლობა რომ ბავშვობიდან მოვდივარ ამ ძმებით და დებით, რომლებიც აი ასე ვხედავ, რომ მოიგებს ხედავ, ყველას მოგესალმებით და აი უკან მისხედა კიდე და კონკრეტულად არ ვიტყვი აქ ერთ-ერთ ძმას მე შოთა რუსთაველის ძმობაზე გავიზარდე და ის ადამიანი რომელიც იტყვის რომ ქალის და კაცის მეგობრობა არ არსებობს და ამბობენ თვითონ არ აყავს მეგობარი თორე მე მეგობარი ძმებად ყავს მამაკაცის მეგობრები რომლებიც აი მოვიდე და სხედან და თვითონ მათგან მაიცის აგერ მივესალმები ბავშვობის მუსიკის პროფესორს მეგობარს და იქ კიდე უკან და ამიტომ აი ვუყური მეგობარს რომელიც მივხვდა რომ ერის პერვალიტორი კი არა და ეთქმა ფაკულტელეცო და ისე დუელელ გოგოს გუნდის მოკრევაც რო ვიცი ერთი ჭიქა კონიაკი მჭირდებოდა რომ აქ დამგარიყავდი არ მithხოვია მიშველეთ მომიტანეთ მეთქი მაგრამ აი რომელთან ეს მადლობა და მე ეს ლექსი მქონდა მოტანილი მე მეგონა ცოტათი შევამწყვეტი მაგრამ არ ჩაიჭრა და მადლობა მას სახელს და გვარს არ ვიტყვი უბრალოდ ვიტყვი რომ ძმა ჩემი და ძმა ვარ ისი ამ ლექსს ვიტყვი მას მომზადებული მქონდა წინასწარ ოღონდ არ ვიცოდი რომ ჩემ გულის თქოს მიხვდებოდა ლექსი ასათაური დამისხით ღვინო წყურია დაასხით ღვინოს წყურიად ბროლის ჭიქებს და ფიალებს შემივსეთ ყამწი პირთამდე სანამ დრო გაგვატიალებს ღვინით განკურნა მტკივილებს ალყით მოვირჩენ იარებს მე თავბრუკი არ მეხვევა ეს დედამიწა ტრიალებს ხეთქავს ხო ღვინო ქვევრებს და ბოცებს ტიკებს და ჭიალებს სხეულში გამომწყვდეული სული ბორგავს და წრიალებს დაასხით ღვინოს წყურიად ბროლის ჭიქებს და ფიალებს ეს გოლეშაპი კი არა ღვინით დავთვრალი ღრიალებს წყვრიადში შუქი კი არა ჩემი თვალები ბრიალებს ქარში დროშების მაგირად ეს ჩემი გული ფრიალებს ჰეიფისა აგურია დამისხით ღვინო წყურია მადლობა რომ ერთ-ერთი
ერთი ლექსი მაქვს. ართილობა წამეკითხა, მაგრამ მე მგონი ეს მეროეა. ამას ხია ძახილი და მე მინდა გითხრა თითოეულ ჩემს მეგობარს. მე ვჯერა ასტროლოგიის როგორც მეცნიერების და თუ ოდესმე თქვენ გაგიჭირდეთ და რაღაც სულიერი მეგობარი დაგჭირდეთ, ამას ხია ძახილი. მე გეძახით, სადაც არ უნდა იყოთ, გამოიმეცით შემდგარ, მე ფათით ადგენდა თქვენ მოგეთ ადგები, ამიტომ თითოეულ თქვენგანს ვინც დოდა ძმობა გამიწია და 58 წლის მანძილზე ძახილს იტოვებთ მერვე ლექსად. ძახილი. მეტავი რაღაც უცდი, მეტავი რაღაცელი. თუ გული აღარ გერჩის, თუ სული აღარ მღერის, ფიქრმა, სევდამ და დარდმა თუ კი დაგრია ხელი, მითხარი რაღაც უცდი, მითხარი რაღაცელი, თუ დარდი გაწერს გულზე, უხეში როგორც ლორი, თუ კი უჩემოთ ვეძლებთ, რა დარჩენია? მოვით! ძალიან დიდი მადლობა. 10 ლექსი მქონდა მომზადებული, მაგრამ ვატყობ, რომ ძალიან დაიხალა დარბაზი, სმენა აღარ არის ამ დროისთვის უკვე მე შეურაც გითხრით, თავს უცალებს კითხულობ დაგვისმენთ და შევწყვეტ და თავის სიტყვას იტყვის ჩვენი ძალიან წარჩინებული ლიტერატურული კრიტიკოსი თინათი ჭერია, ხოლმე თინათი ერთის შეფასება დაიწყო. ძალიან მაყოფილი ვარ ყველაზე საღამოს ძალიან მისიამოვნე ითუმეტეს რომ დღეს როგორია ქართული წერილობა და რა პროცესები მიმდინარეობს, რა ნაკლი აქვს, რა ღირსება აქვს, რა მჭირდება, რაში ვართ ჩამორჩენილები ევროპულ ლიტერატურას მიშიტარებ და რაში ვართ წინ ეს მე უკვე ძალიან კარგად ვიცი და კიდე დაგვირგვებებს ვაკეთებ, მაგრამ იყო ქართულ წერილობაში ისეთი რაღაცებიც, რომელიც ჯერ საქართველოში იყო და მერე სხვა ქვეყნებში. და ეს გაერთიანება ძალიან მომეწონა მინოსი და ზღვარის სულ გონია რომ ზავრები ქვია და რატო არ ვიცი. ხო. აი ახლა ამ ეტაპზე მე ერთი კაცის შემოქმედებაზე ვმუშაობ, რომელიც ის უცოცხალია, მაგრამ ფიზიკურად აღარ არის. და ამ კაცის ისეთი რაღაცები გაუკეთებია ქართული წერილობისთვის, რომ კიდევ აღმოსაჩენია და ამ კაცის ეს კაცი ცნობილია როგორც პროზაიკოსი, ძლიერ პროზაიკოსი, ლექსებსაც წერდა და მე მინდა რომ ფრაგმენტი მისი უზარმაზარი პოეზიიდან თქვენ მოგახსენოთ, იცით რატო? მე ამ ცოტა ხნის წინ უძლურებაში ვიყავ, ფეხზე ვერ ვდგებოდი და დღეს არის პირველი დღე, ამ წლის პირველი დღე, რომ მე აქ მოვედი და ეს პირველი თებერვალი ძალიან გამამახსოვრდება და იყო ის ლექსი, რომელმაც მე ფეხზე დროზე ადრე წარმომაყენა. და ვიცი რომ აქ არც ერთი თქვენგანი არ არის ისეთი და დედამიწაზე არავინ არ არის ისეთი ადამიანი, რომ ცხოვრება დავარცხნი დაალაგებული ქონდეს. ყველას რაღაცა ტკივილი გვაქვს, ყველას რაღაცა გვაწუხებს. იქნება ერთი-ორი ადამიანიც აღმოჩნდეს, შეიძლება იცით კიდევაც ეს ლექსი, მე ლექსებს არ ავწერდა, ამიტომ ამ კაცის ლექსს გეტყვით და ეს არის ბატონი ოთარ კილაძე. შეიძლება არ დაიძინონ, მაგრამ არ მოგდნენ, მაგრამ დაიძინონ და ეს საღამო ბევრისთვის იქნება რაღაცა ტკივილების და დაძინების, მიყუჩების წერტილი. ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა რომ დღემდე შენით ცხოვრობდი, ხოლო შენ ყავს სუნთქვაც და გულის ფეთქვაც,
მევაღებს სარკმელს და ჭადრებს ვითვლი ჭადრებს გაქცევა შეეძლო თითქოს გაყვანისა და უარესთვისთვის თუმცა უკეთეს დღეებზე ფიქრობ უკეთესი დღეები შემოსულიყოს ამ წინდა ცხოვრებაში და ყველა ვისურვებ წინსვლას დახვეწას კონკურსებში გამარჯვებას მინდა რომ აი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახლა ევროპაში როგორ არის ჩემი ძმა ესპანეთში ცხოვრობს და კაფეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ბარები რომ ახალი ავტორი რომ გამოჩნდება თავიანთ კაფეში მოვიწყონ ისა საღამოები კიდევ კარგი რომ ჩვენ ეს წერალთა სახლი გვაქვს რა ვიცი ახლა ფასიანი გახდაო მაგრამ მაინც კარგია ხო და აი ეს კაფეებიც რომ იგებდნენ მონაწილე ძალიან მაგარი იქნებოდა მაგათვისაც არის იმოსაც და ერთი საზიარო კაფეში მეგობრებოდა არავისა ნაგებობა ადამიანმა ითხოვა აქვენა სიტყვა და დაამთავრებ ჩვენ უხმესი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის მიმინოს ყველები მადლობა დიდად სიამოვნები ვარ სულიერად ეს უნიჭიერესი ადამიანების გამოსვლა საოცრება იყავით ყველანი თამარმა მომიწვია და მე აქ მოვედი სტუმრად უხმესი მადლობა თამარ წარმატებების შენ მინდა პატარა რაღაცა საჩუქარი თამარ ჩემი და თმები ქუჩქუჩა მოვლები წელზე ლამაზი ხამარი ნიჭიერები ცნობილი ჩვენი ჩაჩავა თამარი უხმესი მადლობა შენ სასწაული ვეღაცა ხარ შენ ნამდვილი პოეზიები მარილი არ გამოდგება კერძი თუ გამლაშა მიმინოს აღმოჩენა ქაშაკაშვილი ლაშა ეს არის აბროს აღმოჩენა არა უშავს მიყვარხართ პოეზიელებო დღეგრძელობა სიხარული სიყვარული ყველას მადლობა ერთი სიტყვა გალასაც ათქმევინეთ დავვალეთ ესაც მადლობა მოგეწვარამის აგვეტყვი ნიკალა ვიდეო სამაგიეროდ ჩვენი ნიკალას მადლობას ყველაფერში და ყოველთვის რომ გოჩიბილდას უგრესი მადლობა ვითხარ სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა ბოდიშ გიხდით არ ჩამიხვალოთ ახლა რაღაც კეთვიხრი თქვენთან ეს ვაპირებდი ადამიანი თავის ცხოვრებას რომ გადახედავს რაღაცა უკვე ვაპირებს რომ ხარი ცებზე გადამსხურებავ მაგრამ თქვენმა საღამო ისე ჩამითრია და ასე ვთქვათ მომეწონა რომ ვაგრძელებ ამ საღამოების ნიკალას მოეწონა აი როგორც ეხლა ერთ მუშტად შეკრული ერთ მუშტად გზანდებით ასე ვთქვათ წამყვანები და თვითონ პოეტები და თვითონ დარბაზი ამ სიკეთეს და გახარებას გისურვებს და გენაცვალოთ ჩემი საჩავი თავი. საერთოდ პატარ-პატარ რაღაც ხარვეზები იყო დაწყებისას და ამიტომ დამავიწყდა. გუშინ დღეს ხვა საერთაშორისო წიგნის კითხვის დღეა და მადლობა უხავს რაღაცა ყოველთვის რაღაცას ვატარებს ასე დღეებში ერთხელ ხოლმე ან წმინდანის ან რაღაცა კითხვის პოეზიის და ასე ძალიან დიდი მადლობა ამ დამთხოვისთვისაც არის დამთხოვა და მეც ასე ვიტყვი გონი გამართლა არა პერსონალურმა არამედ 5-4 ადამიანის რაღაც რადგან ლექსები არის სხვა სტილის, სხვა მიმდევრობის, სხვა მელოდიურობის, სხვა მეტრობის და სხვადასხვა ჟანრის სასწავლია და უფრო ასიამობის მინება ზირე ერთი ადამიანი რომ წაიკითხა ახლა თქვენ 40 ლექსი მოსმინეთ თიანობაში. მეც მინდა ჩემი პატარა ლექსი წაიკითხო და ეს გადაშვილებოდ შემდეგ აბდულგავარის გადაცემს იყო და ასე მომხადეთ მადლობა დღევანდელი დღისთვის.
სავალშივი ჩემი სიტყვებია, ოქრო ვერადროს იქცევა ვერცხლად, ვერცხლი გაჯაღლო და ლოცვა ციცხვად. რა ვარსკვლავზე გამაჩინე დედა ჩემო, ვინც ვარჩინე, ვინც წურბე და ნამოსანთლე, ის სანთელიც დამამადლა განათება, ლამის არის მეძ გადამცე სანათემას, ვისაც ხელზე ერბო კვერცხი მოუთაფე, ვინც ვაყურე, ვინც ვარცლიდან ამოვაცხვე, სიტყვაც კი არ დავამარცლა საცხონებლად, ნუ გეშედია, ის გუდინი ვარ წახდება იმჟიროვე, თონე დარჩეს საღორებლად, გაკვეთილი იყო ყველა საგონებლად. რა ვარსკვლავზე გამაჩინე დედა ჩემო, აი, ვიღაც წაიქცა და შველას ითხოვს, ცოტა ხანი იმატორებ ჩილის ჩემო, ჩავიბენ და რით უშველო, უნდა ვკითხო. გადაიჭი მადლობა. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან მოგზაურებისთვის და დავწუნდი რომ პოეზია მარტო არ არის, ყავს ხომაგი. მე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ჩვენს ძალიან კარგ მეგობარს ჭირდება თითოეულ ჩვენთაგანის დახმარება. მე პირადად ვიცი რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ის დახმარებია სხვა ადამიანებს და ეს ადამიანი გახლავთ ეკატერინე გურული ადამიანი ადამიანის ფსევდონიმით არის ჩვენი ეს დევს ანგარიში მის გვერდზე თითოეული აი ლარიც კი ძალიან წარდგება ამ ადამიანს და რითაც შევძლებთ დავეხმაროთ გავიღოთ ის რაც შეგვიძლია წარმატებები და სიკეთე უსურვოთ ჯანმრთელობა ეკატერინეს მოკითხვა ეკატერინეს და მაგრად იყავი მაგარი გოგოხა მეც წაგიკითხავთ ერთ ლექს ჩემსას აი ბოლოს რაც დავდე გავასაღებ ასე რომ ვთქვათ ლექსი მძივი ქვია ამ ლექსს ქარს მიაქვს მძივი მიაქვს უყელოდ უმკერდოდ თითო მარცვლად ნებდება ეგება ვინმე რამე უშველოს იყოს იმედი და შეგებება ქარი მტარვალი უნის სამართოდ და ნაკუწებს მძივს მკერდ ნაკოცნებს რა ძლიერი ხარ შეუკუღმართო ქარო უღმერთო ცუდად მაოცებ ახლა ხმარის ცარიელ ცაში ხმაზუზუნიან ძივს მიაქვს მკერდი ო რამდენია ამ ძლიერ ქარში წერილი ჩემი ხშირად რომ წერდი ძივების ხმა უყელო მკერდზე ხშირად მინახავს მკერდი უყელო არღარას ვიტყვი ამ უცხო ხმებზე შენის მითხარი ლექს რა უშვა მადლობა იმედი მაქვს რომ კიდევ ჩვენ ვაპირებთ რა თქმა უნდა გაგრძელებას ამ პროექტის და ასე ერთიანად დავუდგეთ ვერტში ერთმანეთს. ეხლა კი ბატონი ვალიკო თავის სიტყვას გეტყვით და მე დაგემშვიდობებით უმეტესი მადლობა. რა თქმა უნდა მეც იგივე სიტყვებით მადლობას მოგიხდით სულ ყველას იმისათვის რომ პირველ რიგში თქვენი თავი დააფასეთ თქვენ თავთან ერთად პოეზია დააფასეთ და მე დააფასეთ ის ადამიანები რომლებიც აქ არიან გამოსულები ეს იდეა ამ პროექტის იდეა უბრალოდ რომ ვთქვათ ეს იყო ბატონი აბროსი შემოთავაზება რომ მოდი ვალიკოს დავდგეთ და ერთიანად შევეჭიდოთ ამ საქმეს გამოჩენილებით გამოუჩენილებით გამოვაჩინოთ ერთიანად ვიღაცა ვერ ბეჭდავს არა აქვს საშუალება იმის საშუალებაც არ აქვს რომ თანაავტორობაში გარკვეული თანხა გადაიხადოს და აი ასე პატარ-პატარა ხუთი ადამიანი მოუწყოთ ეგრეთ წოდებული მინი საღამოები რომელთაც გამოჩნები არ გამოჩნდა ვაშკაცი ამდრად გამოჩნდა ასევე ვიჭი ძალიან მოგეწონა ასევე გამოჩნდნენ ეს წინვალი ადამიანები ჩვენი ლამაზი ხალბატონები რომლებიც ყოველთვის გვილამაზებენ საღამოებს იმიტომ რომ რა ჩუჩხანჩა ეს საღამოა ერთი შარვი და ოთხი მიდი ორი სიტყვა დიდი მადლობა დიდი მადლობა ყველას
პროექტში დაგეგმილი არის 25 კაცი უკვე ყავს მეგობრებო, ასე რომ შეგიძლიათ მოგმართოთ სულ ერთია. აბროს მე თუ ნინოს კაბზანდი ცოტა ხანი ლექსი მეც მინდა წაგები. ვიდეო ჩაიშა გადაგი როგორ. არა, შემდგომ მე გავხარ. და თუ გნებავთ, დაგვიკავშირდით, ჩავდებთ გრაფიკში, დაგიძახებთ, როცა კი შევძლებთ. ჩვენ ყოველკვირა გავაკეთებთ ხალხი. ავარია დარბაზი ფასიანი. ავარია დარბაზი. ეხლა ერთ ლექსი მეც წაგიკითხე. ესეც ერთი ჩემი ბოლო ლექსია, რავი, როგორ მოგეწონებათ არ ვიცი, მე ვამაყობ, რომ იმერელი ვარ და ჩემი იმერეთის გარშემო მტრიალებ ყოველთვის. ყველა კუთხის შვილს გეხუტუნეთ იმერეთის ამადობით. თოვა მოგონებებს არებს. მახალთაზე დაწოლილა თოვლი. ზამთრის ხელი დარევია ბაღებს, ღამის ნისლში გაეხვია სვირი, ჩემი სოფელია. ახლა სევდა წარსულის ყარს აღებს, აწმოსა და მომავალის გზას ვებრძვი, ბრძოლა ისევ მოგონებას არევს, თითქოს მიჭერს 9 სარტყელის ღვედი, ფიქრით ახლა კორნაპის სერს გაվել, შარშან წინ რომ დამეწყრილა სახლი, ახლა ალბათ თოვა როგორ უტევს, მიწაყრილზე მოსდებია ხავსი, ახლა თოვლი საძირკველსაც ურყევს, მეც არ მერჩის მუხლი უკვე ისე, რომ სამკვიდროს შევაშველო ხელი, ერდროს იყო მყუდრო სამოსახლო, სავსე ჰქონდა ჭურებს ღვინით ყელი, მუხლის ძირში ბებოს ეჯდა კრუხი, კეციაზე კაცუნობდა მჭადი. შევიგრძენი დილის ფოთლის სუნი, ნეტავ იმ დროს საფიცრად რომ ყავდი. ძალიან დიდი მადლობა ხალხო. ვიქნებო დღევანდელმა გაამართლა და გავაგზავნეთ აპროექტს. ეს იმედა ბატონო, ეს ცივი არახში არ გადის. ხეა. მადლობა. მადლობა მიკა. გაიხარეთ. წარმატებები, გაიხარეთ.